1001 ღამე. საბოლოოდ გადაწყვიტე? მინდა რომ ახალი ტყავის ქარხანა გახსნა? ო, ადგილი უკვე შევარჩიე, თუზლაში. ტყუილად გაწევ ხარჯს. ტყუილად რატომ? დრო ძალიან შეიცვალა ხუდაი. ცხოვრებას არ უნდა ჩამორჩეთ. ნება შენია. როგორც გინდა ისე მოიქეცი. ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენც კი შეგშურდება. წარმატებას გისურვებ. მე უნდა წავიდე. ნახვამდის. იპოვე? არა მამა ვერ ვიპოვე. სახლი დაცალა არც მაკლერმა და არც მეზობლებმა არ იციან სად წავიდა. წარმოდგენა არავის აქვს. საკუთარ შვილს ვერ გაუფრთხილდი. უზარმაზარ სტამბოლში როგორ უნდა მოძებნო? ჩანსელი უკვალოდ გაქრა მამა. მე არ ვიცი როგორ მოვიქცე. არც არასოდეს იცოდი. ეს არის შენი კაცობა. რა კაცი ხარ, ქემალ? გაჩუმდი. ნახოთ კიდევ რა შეცდომას დაუშვებ. ერთი ხნის წინ უნდა გაგიხსნა ოფისში. ასე ყოფილა საჭირო. იმედი მაქვს ხანდახან ჩვენს პროექტებსაც გააკეთებ. თუ დრო დარჩება, რა თქმა უნდა. უნივერსიტეტის ტენდერი მოგიგია, გილოცავ. გმადლობ. გმადლობთ. როგორი ადამიანები არიან? რა თქვი? არაფერი. გოგონებიც უნდა წამოგვეყვანა. რა თქმა უნდა, ნახავდნენ ბატონი განი ქანს როგორ ეთამაშება. ძალიან ლამაზია, გილოცავთ. ეს ჯერ დასაწყისია ქალბატონო მიჰრიმან. იმედი მაქვს მე და შაჰრაზადი კიდევ ბევრ კარგ საქმეს წამოვიწყებ. ღმერთმა გისმინოთ. კერემ! ადამიანობა. კეთილი ადამიანების მეგობარობა, როტების მტერო, როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მოსვლა. გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იყო თქვენი მოსვლა. გილოცავ. დიდი მადლობა. გამარჯობა. გილოცავ. ალო, გისმენ? კეთილი იყო თქვენი მოსვლა. ეს მცირედი საჩუქარია. რატომ შეწუხდით? რა შეწუხება? უკვე საკუთარი ოფისი გაქვს. არაჩვეულებრივ პროექტებზე ამით მოაწერე ხელს. გმადლობთ. რამდენ ხანს სათხარ? ბოდრუმიდან ახლა ჩამოვედი. არ მაინტერესებს სად იყავი. გეუბნები პრობლემები მაქვს მეთქი, არ გესმის? წეოცარია. ასე ძალიან უღელავ, ყველანაირ პრობლემას მოვაგვარებ. როგორ მოვაგვარებ? ბატონი რაგიფი ძალიან გაბრაზებულია, ონურაქსალი სასამართლოს თუ გადასცემს ჩანაწერს, იცოდე მომკლავს. ხომ იცი ბატონი რაგიფი როგორი კაცია? გოგონებთან ურთიერთობისას რატომ გადაუღე? ჭკუას ნომასწავლე. იმიტომ არ გადამიღია რომ ცუდი მიზნებისთვის ვაპირებდი გამოყენებას. რანაირი ჟურნალისტი ხარ? თუ რამე არ მომეწონებოდა, მოვიდოდი და კადრებს ვაჩვენებდი. დავიმუქრებოდი. შემევედრებოდა და იმ კადრების განადგურების სანაცვლოდ ყველა სურვილს შემისრულებდა. ონურაქსალს ეგ არ აწუხებს. სულ არ აინტერესებს რაგიფი გავლენიანია თუ არა. ისედაც ჭაობშია ჩაფლული. როგორ მიხვდა ბატონი რაგიფი რომ ჩანაწერი შენ გეკუთვნოდა? ეგ არ მკითხო, გრძელი ისტორია. მე მოვაგვარებ. გადაღებას როდის გეგმა? კამერები მოამზადე. ხვალ ნაშუადღებს ჩავწერთ. ასე გვიან? დრო არ ითმენს. ნუ გელო ძმაო.
ჟალეს ასე გაწირავ? რატომ არ უნდა გავწირო? ჩვენ სფეროში ბევრი ჟალესნაირი გოგოა. ეს ონურაქსალი არ არის? დიახ, ის არის. რამდენი ხანია არ გამოჩენილა? როგორ გამოჩნდებოდა შერწყენილია? არ მჯერა. ონურაქსალი ასეთ რამეს არ იკადრებდა. მაგას ვერ გაიგებ. ჩემი აზრით სიმართლეს ამბობენ, კაცის ნდობა არ შეიძლება. მართალია რას გაიგებ? აბა რა ძვირფას. მართალი. Teşekkürler. გმადლობ. Sevaran. ქალბატონ სევალს აინტერესებდა მე და ქერემი როდის ვაპირებთ დაქორწინებას. Aa ne güzel. რა კარგია. Çok istiyordum. ძალიან უნდა რომ დაქორწინდეთ. რა უპასუხე? Sen ne? მიდი თქვი? Kerem evlenmek ქერემს ცოლობა არ შემოუთავაზებია მეთქი. eder. Az ცოტაც მოითმენე, მალე შემოგთავაზებთ. არ შემომთავაზებ შახრაზად. სისულელეს ნუ ამბობ. erkekler çok კაცებს sever. დაქორწინება უჭირთ, არ იცი? Bilmiyor musun? Öyle mi? მართლა? O zaman ბატონმა უნორმა ძალიან მალე გთხოვა ხელი. სულაც არ გასჭიროებია. hiç de zor olmadı. Onur iyi. ონორი მაგალითად არ გამოგადგება ბენო. Ondan მასზე ნუ ვისაუბრებთ. ბოდიშს გიხდი. ქერემს არ ვუყვარვარ შახრაზად. სისულელეს ნუ ამბობ. რადგან ჯერ არ შემოუთავაზებია ცოლობა, ეს არ ნიშნავს რომ არ უყვარხარ. დავინახე საავადმყოფოში შენ გამო როგორ ღელავდა, ძალიან შეწუხებული იყო. რომ არ უყვარდე. Seni sevmese. ასე ხომ არ მოიქცევდა. იმიტომ კი არ ღელავდა რომ ვუყვარვარ. სინდისი აწუხებდა. O gün იმ დღეს დავშორდით. ayrılmış. დაშორდით. O yüzden იმ ღამეს ბევრი დავლიე. სიკვდილი მინდოდა. ölmek istiyordum. Bennu. ბენო, Canım benim. ჩემო ძვირფასო. Kerem vicdanı. ქერემ სინდისი აწუხებდა. Beni sevdiği için. ამიტომ ღელავდა. İyi de niye? გასაგებია, მაგრამ რატომ დათანხმდი? მასთან ერთად რატომ ხარ? საკუთარი თავი არ გეცოდება? Ben senin gibi değilim. შენ არ გავარ შახრაზად. Senin gibi. შენაირი ძლიერი არ ვარ. Sen deli gibi seviyorsun. შეგიძლია ზურგი აქციო ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარს. Ben მე gidelim. არ გამომდის. Olsun diyorum. ჩემთვის მთავარია მის გვერდით ვიყო. Yeter. მზად ვარ ისეთი მივიღო, როგორიც არის. Ama Bennu. ო, მაგრამ ბენო, სიყვარული, Aşk. ეს სიყვარულია. Ama karşı. უბრალოდ ცალმხრივი. ელჩინ სალმატის პრეზენტაცია ძალიან მოეწონა. ეთოხმები ძალიან კარგი იყო. უკაცრავად ბატონო ელჩინ, თქვენი რეპერტუარის შეხვედრის დაწყებამდე რაღაც მინდა გითხრათ. ისმენთ? ჩელიქინშაათი და ბინიაფი ძალიან კარგი პარტნიორები არიან. სტამბოლის კონგრესისა და კულტურის ცენტრის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ალმატის პროექტში მონაწილეობას ვეღარ მივიღებთ. რატომ? არ მინდა ამ ხელატვირთის საკუთარ თავზე აღება უნურ. სხვა პროექტებიც ეგ დაუშვებელია ზაფერ. ქერემ. უშენოდ არაფერი არ გამოგვივა. ვერ შევძლებთ. ჩვენ ხომ უკვე პარტნიორები ვართ. იმის თქმა მინდა რომ ბოდიშს გიხდით. ერდალ ქარაიოლჯუ მოვიდა. ნიშნულოვან საკითხზე უნდა დაალაპარაკება. ერდალ ქარაიოლჯუ? აქ რა უნდა? თქვენ განაგრძეთ. ქარაიოლჯუმ ამ შენობაში ფეხის შემოდგმა როგორ გაბედა? ისნაირი უზნეო კაცი როგორ შემოუშვეს? ისმენ. დიდროს არ წაგართმევთ. პირდაპირ მთავარ საკითხზე გადავალ. ყველა გაიგებს, რომ ცილი დაგწამეს და ზიანი მოგაყენეს. ჟალე ერილდიზი ხვალ საღამოს ტელევიზიით გამოვიდა, ყველასთან დაწრებით მოგიხდით ბოდის. იტყვის, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გამოიწია თქვენზე შური. გონია ეს საკმარის იქნება?
იფიქრებდა რომ ძალდატანებით ვათქმევინე. ასეთი დარწმუნებული როგორ ხართ? ჟალეს წარსულს გამოააშკარავებთ და ყველა დაგიჯერებთ ბატონო ონორ. ყველაფერი აქ არის. გაზეთებში დაწერილი სტატიები, სხვა მამაკაცების მიმართ მისი ცილისწამებები, სასამართლო დავები. ქერემ, ონორს დაველოდოთ და ამ საკითხს ერთად ვისაუბროთ. არა ძმაო. უშენოდ არაფერი გამოვა. ეს გამორიცხულია. ქერემ, კარგი, მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ის არაკაცი აქ რას აკეთებს? შენი საქმე არ არის. ჩემი საქმეა. ეს ორივე სოლდინგია. აქ მოსulis უფლებას როგორ აწლებ? თითქოს ის არკმარა რაც ჩაიდინე. მოერთო ჩემო. ზნეობაზე შენ ნუ მელაპარაკები ქერემ. შენ ჩემთვის საქმელი არაფერი გაქვს. წესიერად ილაპარაკე. გალებს ურთიერთობის სანაცვლოდ ფულს მე არ ვთავაზობ. ცხოვრებაში ერთხელ დავუშვი შეცდომა, მხოლოდ ერთხელ. თუ გეტყვი ეს რატომ ჩავიდინე, სწორედ მაშინ ვიქნები უზნეო და სულდაბალი. მაგრამ შენ რა გააკეთე? შენ რა გააკეთე? იცი რომ მე და შაჰრაზადს ერთმანეთი გვიყვარს. ბენუს იმედს აძლევ და შაჰრაზადს დაძდევ. შინდა საყვარელი ადამიანი წამართვა, ქერემ. ახლა მითხარი. რომელი უფრო უზნეო ვართ? შენ თუ მე? ორსული გოგო წავიდა და კვალიც არ დატოვა. რა ექნა საწყალს? ალი ქემალისნაირი უპასუხისმგებლო კაცი შეხვდა. გეთახმები, მაგრამ გონი ის ქალი მართლა უყვარს. ძალიან შეშინებული, არც კი იცის რა მოიმოქმედოს. ბატონი ალი ქემალი სულ არ მეწოდება. დაქორწინებულია და სხვა ქალებს დასდევს. ასე ნუ ამბობ ნიმეთ. ვერ დაინახე ამ ხელაკაცი როგორ ტიროდა. ძალიან შემეცოდა. ყურადღებას ნუ მიაქცევ, საქმეს მიხედე. მე თუ მკითხავ, სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. ავად რომ არ გამختارიყო, არც მოვიდოდა. გაჩუმდი, რას ამბობ? რა ხდება? ისევ ჩემზე ლაპარაკობთ? მადლობა ღმერთს გამოჯანმრთელდით. კარგად გამოიყურებით, ფერი დაგიბრუნდათ. რა ხდება ამ სახლში? ყველა ჭორაობს. დაუშაჰრაზად. ფონდის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა და შენ მოიგე. ჩვენ რატომ არ ვაშენებთ? უბრალოდ შენ რატომ არ აშენებ? მშენებლობა ჩემი საქმე არ არის განი, მე არქიტექტურულ პროექტებს ვქმნი, დანარჩენი კი სამშენებლო კომპანიის საქმეა. ანუ ნახაზს აკეთებ და შენი მოვალეობა ამით მთავრდება. არა, ასე არ არის. მშენებლობის პროცესს ვაკვირდები. ზოგჯერ ისე ასრულებენ სამუშაოს, რომ ვეწინააღმდეგები და მშენებლობის უფლებას არ ვაძლევ. მაგ დროს რა ხდება? ანგრევენ და თავიდან აშენებენ. რასაც შენეთყვი, იმას აკეთებენ? რა თქმა უნდა. ინჟინერი რომ გახდები, შენ მიმართაც მომთხოვნი ვიქნები. ასე კარგია. ახლავე. უფრო ახლოს მიიტანე. კარგი. საქმე როგორ მიდის? მუშაობთ. აქ უნდა გადაიღოთ? დიახ. არ მინდა ჩემი სახლი გამოჩნდეს. თუ გინდა აუზთან გადავიღოთ. ახლო კადრი იქნება. შეიძლება აუზი იცნო ნაკაჯობებს. კარგი წინასწარ ვნახავ. ჟალე. ჟალე. გისმენთ ბატონო ერდალ. ქალბატონი ჟალე სად არის? ქალბატონი ჟალი სახლში არ არის. სად არის? წავიდა. რა თქვი? ჩემოდანი ჩაალაგა და დაახლოებით 2 საათის წინ წავიდა. რას ნიშნავს წავიდა? სად უნდა წასულიყო? უნივერსიტეტის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არაჩვეულებრივი ნახაზები შექმნით. თქვენმა პროექტმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. გილოცავთ. გმადლობთ. იმედია თქვენს პროექტს სამშენებლო კომპანია სათანადოდ განახორციელებს. მეც ამის იმედი მაქვს. მალე კომპანიის წარმომადგენელი მოვა. მოკაცრად ქალბატონო საბიხა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მოვიდა. შვენიერია დროულად მოვიდა. შემოვიდეს. მოგბრძანდით ბატონო.
გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ბატონო ონურ. გამარჯობა. დაბრძანდით, ეს ქალბატონი შახრაზადია, გაიცანით. უკვე ვიცნობთ ერთმანეთს. მართლა? დიახ. Gazul Zaphuls gazeteci წერდნენ ჩვენზე. Aynı haberde isimlerimiz yan yana yazılmıştı. Öyle mi? არ ვიცოდი. Haberim yok. მაპატიეთ. 2 წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. რა საკითხზე წერდნენ? Önemli bir şey. მნიშვნელოვანი არაფერია. İşle ilgili. საქმეს ეხებოდა. Tanışıyor. მიხარია რომ ერთმანეთს იცნობთ. ახლა საქმეზე გადავიდეთ. დარწმუნებული ვარ სასაუბროდ ბევრი დრო გვექნება. Tabii. რა თქმა უნდა. Şehrazat ქალბატონო შაჰრაზად, projeniz gerçekten ძალიან კარგი პროექტია, გილოცავთ. tamam çık. გარეთ გადი და იქ დამელოდე. მე მეალაგებ, მიდი. Yemin ediyorum. გეფიცები მოკლავ. კუდე არცაც ვერ ვიპოვია. ნუ ღელავ, სად უნდა წასულიყო? მალე დაბრუნდება. შენ არ გესმის? თურქულად გელაპარაკები. ამ საქმეს თუ არ გამოვასწორებ, მომკლავენ, გაიგე? ამას საერთოდ ვერ იაზრებ. ნუ კარგი, მაგრამ როგორ ჩემოდანი წაიღო და წავიდა. İşte Celal. აი, ჯალათი რეკავს. ბატონი რა გიფია? სხვა ვინ იქნება? ჩემთვის მოცემული დრო ამოიწურა. ჩემი საქმე წასულია, მომკლავს. არ უპასუხებ? რა უთხრა, მაპატიეს სანამ სერქანი ბოდრუმიდან ჩამოვიდა, ჟალე წავიდა მეთქი? Değil mi diyeceğim? არ ვიცოდი საქმე ასე სერიოზულად თუ იყო. Ulan Jale. შეალე. იცოდე ცოცხალს არ დაგტოვებ. Buraya kadar. მობრძანებისთვის მადლობას გიხდით ქალბატონო შახრაზად. Rica ederim. რას ბრძანებთ? En yakın. ამ დღეებში ისევ შევხვდებით და დეტალებზე ვისაუბრებთ ბატონო ონურ. რა თქმა უნდა. İyi günler. ნახვამდის. İyi günler. ნახვამდის. 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 Buyurun. გთხოვთ. Tam kendini ეს შენთვის დამახასიათებელი საქციელია ონურ. kutlarım. გილოცავ. უნივერსიტეტის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სხვა კომპანია დააარსე. Ben bin yapı adını gösterdim. ბინიაფის სახელი რომ ენახა პროექტზე მუშაობას არ დავთანხმდებოდი. Kendini gizlemiş mi oldu? ბინაობის დამალვა კარგად გამოგივიდა. ამით რა მოიგე? Çıkar. წადი ჩემი ცხოვრებიდან, წადი. Ben senin hayatın. შენი ცხოვრებიდან დიდი ხანია წავედი შაჰრაზად. Sen bana değil de იმ დღეს დამკარგე, როცა მე კი არა იმ ქუჩის ხალს დავუჯერე. çıkmıştın zaten. Niye girdin? თუ ასე ამ ტენდერში რატომ მიიღე მონაწილეობა? Hayatımdan çıktın. თუ ჩემი ცხოვრებიდან წახვედი, აქ რატომ ხარ? Yüzünü gör. შენ ნახო მინდოდა. Sana მაინტერესებდა სიმართლეს რომ გაიგებდი თვალებში როგორ შემომხედავდი. bakacağını merak ediyorum. მალე ყველაფერი გაირკვევა. და ჩემში ეჭს ვეღარავინ Yer შეიტანს. vermeyecek şekilde. Dilerim. იმედი მაქვს. Dilerim ama იმედი მაქვს მალე ყველაფერი გაირკვევა. საშინელ ცილის წამება ჩამოირიცხავ და ჩვეულ ცხოვრებას განაგზობ, მაგრამ ვწუხარ ონურ. ama üzgünüm. მე ვეღარ ასოდეს ვნახავ. Benim yüzümü bir daha პროექტს აღარ ვუხელმძღვანელებ. projemi სიმართლე თუ გამჟღავნდება, ჩემ სახეს ვეღარ დაინახავ. beklediğin an. Gelirsin. დამეჯერე. Yüzümü göremeyeceksin. Belki. კარგი. Ama o an aynı. როცა სიმართლეს გაიგებ, სარკეში შეიხედე. Kendine karşı. ჩემთვის ეგეც საკმარისი იქნება. იმედი მაქვს საკუთარ თავს მაინც არ მოატყუებ. İnanabiliyor musun? წარმოგიდგენია ბენო? სხვა კომპანია დააარსა. უნდოდა ჩემთან ერთად მიიღო პროექტში მონაწილეობა და კომპანია დააარსა. რატომ ვერ ხვდება რომ ყველაფერი დასრულდა? Niye bitsin ki? რატომ დასრულდა? მაპატია, მაგრამ არ მესმის შენი. Niye onu? რატომ არ უშვებ იმ აზრს რომ ბატონი ონური სიმართლეს ამბობს? Bak bana kız. არ გამიბრაზდე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ. ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ვერ ხვდები ბატონ ონურს რატომ დაშორდი? Bennu. ბენო, Sen de izlemedin mi? იმ ქალს არ მოусმინე? Tamam. ხო, მოვუსმინე. მე შოკში ჩავარდი. ლამის დავეჯერე. მე დავფიქრდი და მივხვდი რომ ბატონი ონური ქალთან ღამის გატარებაში ფულს არასოდეს გადაიხდიდა.
კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ბატონო ონურ. მადლობთ. დაბრძანდით. რამეს მიირთეთ? არა გმადლობთ. ინევეთ. ეს რა არის? ეს საბუთები ჟალეს რეალურ სახეს ასახავს. რას გულისხმობთ? ნახეთ. გაზეთებიდან ამონაჭრები და ინფორმაცია ამაზე. ამ მასალებით გადაცემას მოვამზადებ. ის ხალი ტელევიზიით არ გამოვა? ჯერ მასალები ნახეთ. ამით ვერ შემაჩერებთ ბატონო რაგიფ. ეს მეც მაქვს. ამას მოვამბობთ. გადაცემა გავა და ყველა მიხვდება რომ ცილი დაგწამეს. ეს ხომ ისედაც აშკარაა. ვერ ხვდებით რომ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნები. სიმართლეს ვერ დავამტკიცებ. პირიქით. თუ ის ხალი დანაშაულს არ აღიარებს და გადაცემა გავა. ყველა იფიქრებს რომ ონურ აქსალმა მას ფული გადაუხადა. იმ ხალმა ტელევიზიით უნდა მიმართოს ხალხს და სიმართლე თქვას. უნდა აღიაროს რომ შეთქმულება მოაწყო და ამას გააკეთებს. სხვა გამოსავალი არ არის. ხო, მაგრამ ის ხალი რა ის ხალი? არც ადარჩანს. გაიქცა. იპოვით მას. თქვენთვის ასე აჯობებს. მისმინეთ ბატონო ონურ, თელ ქვეყანაში ვეძებთ. ცოტა დრო მოგვეცით, ბატონო რაგიფ. იმ ხალმა შეურაცხყოფა მომაყენა. დასაკარგი აღარაფერი მაქვს. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? იცოდეთ, თქვენს ჩანაწერებს გავასაჯაროებ და გაგანადგურებთ. დრო გადის. ჯობია იჩქაროთ. ეს ქიმია მშენებლობასთან რა კავშირშია? სერიოზულად? კარგი, მითხარი ვიწერ. მათემატიკა, ფიზიკა. კიდევ? მითხარი. უკვე იმეცადინეთ, ტელევიზორთან სხედხართ და უყურებთ. მიმეცადინეთ, მეც მიმეცადინე. ვიძა თქვენი სად არის შვილო? აივანზეა. საინჟინრო საფუძვლები? არა, არ ვინიშნავ. ვერცად ვერ ჩავინიშნავ. წიგნი მაქვს. ჩემსავით წიგნიდან იმეცადინე. კარგი, კარგი. ხვალ ლექციაზე შევხვდებით. ოცნი. ჩემი ჯგუფელი იყო. ლექციაზე არ ყოფილა. აინტერესებდა თუ ჩავინიშნა. უთხარი რომ შეეძლო წიგნიდან იმეცადინე. რანაირი მეგობარი ყოლია? სწავლა ახლა დაიწყეთ და უკვე აცდენს ლექციას. იცოდე. შენც თუ გააცდენ? არა ვიძე ბურხანი, როგორ გავაცდენ? სწავლაში ხომ ფულს ვიხდი. მაგას როგორ ვიზამ? კოჩახ. დღეს რა მოხდა? რას გულისხმობ? ფონზე მეკითხები? შეხვედრაზე ვიყავით. როგორ ჩაიარა შაჰრზადი კმაყოფილი დარჩა? არ ვიცი. მე მგონი ტენდერი იმან მოიგო. ვინ მოიგო? პირდაპირ მითხარი. ონურ აქსალმა. რა? გილოცავი ამან. მადლობა. ბედნიერი ვარ რომ ღირსად ჩამთვალე თქვენთან ვიმუშაო. დიდი მადლობა. ჯარში მსახურე? მე კამელივით არ მითხრა მივდივარ თქვენი მძღოლი ვეღარ ვიქნებიო. არა ბატონო ონურ, უკვე ვიმსახურე. მანისაში გვარდიის მერვე რეინჯერთა პოლკში ვიმსახურობდი. გვარდიაში რეინჯერი იყავი? სწორედ ამიტომ ავიყვანეთ იამანი ბატონო ონურ. დაცვაში ხომ არ გერჩვენა ყოფნა? არა ბატონო ონურ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენ გემსახუროთ. ბატონი ზაფერი გევლოდებით. მოვდივარ. კიდევ ერთხელ გილოცავ. მადლობთ. ყურადღებით ატარებ, მანქანა მუდამ წესრიგში უნდა იყოს. დილამშვიდობისა, დილამშვიდობისა. ბატონი ზაფერი ვერ დავარწმუნე. ახლა პროექტში მუშაობა არ უნდა. ვერ გადავაფიქრებინე. მართლა? რატომ არ გინდა ჩვენთან მუშაობა ზაფერ? არ მესმის. დავიღალე მეგობრებო. თქვენ თავით ახალგაზრდა აღარ ვარ, მართლა. მინდა ცოლშვილს უფრო მეტი ყურადღება დავუთმო. გთხოვთ, მაპატიეთ. კარგი, მაშინ აღარ დაგლით. გადავდოთ პროექტი, ოღონდ არ ძახვიდე. დაისვენე, არ გვეჩქარება. არა. გადავდოთ პროექტზე მუშაობის დაწყება. ის ხალხიც ხომ არ ამბობს, ახლა დავიწყოთ მუშაობაო. გადავდოთ. შენ ცოტას დაისვენებ. გულისთანთან ერთად სადმე წადე. ხო, კარგად დაისვენე, მე ვილაპარაკოთ. ხო, მე ვილაპარაკოთ. ახლა სხვა საკითხზე გადავიდეთ. კულტურის ცენტრის მშენებლობის კრედიტი დაგვიმტკიცეს. მართლა ძალიან გამიხარდა. შესანიშნავი ამბავია. სასწრაფოდ კოპენჰაგენში უნდა წავიდეთ. როდის ახლავე? შაბათს. ასე მალე?
რაღაც გაუგებრობა მომხდარა, ინფორმაციის გამოგზავნა დააგვიანეს. ხელმოწერას ელოდებიან. შენ და ბატონი ზაფერი გაემგზავრებით. ასე მოვრიგდით. შენ ვერ წახვალ? მერიაში შეხვედრა მაქვს, ვერ წავალ. თანაც გენერალური მდივანიც უნდა დაესწროს ამ შეხვედრას. რა უდროდროს დაემთხვა ეს ამბავი. კარგი, სხვა რა გზაა. რა ვქნათ, რთულია, მაგრამ უნდა წავიდეთ. მალე დავბრუნდებით. პროექტის გამოტანას ვაპირებ ბატონო ბურჰან. არ მინდა მშენებლობაში მონაწილეობა მივიღო. ონურაქსალის გამო? დიახ. არ მინდა რომ შევხვდე ხოლმე. ის ხომ არ გარიდებს თავს, პირიქით. მოვიდა, არაფერს მოერიდა, თავამად გაგისურა თვალი, ესე იგი, შენ წინაშე დამნაშავე არ არის. არ გინდათ გთხოვთ. თქვენ ხომ იცით რა მოხდა? არაფერი არ ვიცი, შვილო. საქმის ვითარება არ ვიცი. მე თუ მკითხავ, არ ჩენიცი რა ხდება. უფრო მეტიც, არც ბატონმა ონურმა იცის. თუ ჩემს სიტყვას შენთვის რამე ფასი აქვს, მომისმინე რასაც გეტყვი. რა თქმა უნდა, თქვენი აზრით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გისმენთ. შვილო, თქვათ მართალი ხარ. ონურაქსალმა სამარცხენოს აქციები ჩაიდინა, შეცდომა დაუშვა. შენ კი მას დაშოხდი. საკუთარი ღირსება დაიცავე. კარგი. მაგრამ იქნებ ონურაქსალი უდანაშაულოა. იქნებ იმ პატიოსან კაცს ცივი დასამეს. მერე სინდისი არ შეგაწუხებს? მე თუ აღმოჩნდები მართალი? ამაზე არ ფიქრობთ ბატონო ბურჰან? იქნებ ონური? შენ მართალი რომ ციხოეს, საერთო საქმეა. როცა პროექტი დასრულდება, მერე დაემშვიდობებით ერთმანეთს. მაპატიე, პირდაპირ რომ გეუბნები შვილო, მაგრამ ამას მტკიცებულებების გარეშე ადამიანის დადანაშაულება ჰქვია. არ გინდათ გთხოვთ? ვიღაც ხალი გამოჩნდა რაღაც ისურველი თქვა. ბატონ ონურსკი თავის დაცვის საშუალებას არავინ მისცა. ბატონო ბურჰან, ჩემს გრძნობებს თავი დავანებოთ. იმის მერე რაც გადავიტანე, ონურ აქსალთან ერთად მუშაობა პროფესიონალური კუთხით გამართლებული იქნება. ეს ახალი დაარსებული კომპანიაა, ჩვენი პირველი პროექტია. მომისმინე, აქაურობა ონურ აქსალზე მნიშვნელოვანი არ არის, შაჰრაზად. ეს ხომ ბიზნესია. მოგიწევს ბევრ რამეზე დახუჭო თვალი. მაგრამ თუ ამბობ რომ აუცილებლად უნდა გავიდეთ ამ პროექტიდან, მაშინ ბატონი ონურის მიმართ ეს დიდი უსამართლობა იქნება. მის ადგილას რომ ვიყო, არათუ მეწყინებოდა, საერთოდ აღარ გაგცემდი ხმას. იმასაც ვერ შეგვირდები, რომ ყველაფერი შეიძლება მალე მოგვარდეს. მომავალ კვირას ბოლოს სეანსი გვექნება, გასაგებია? ესე იგი, გამოჯამრთელდა, დასრულდა. სანერვიულო არაფერია. ოპერაციის შემდეგ ცუდი უჯრედები რომ სტარჩეს, თერაპიით შეძლეთ მათ განადგურებას. ესე იგი შეიძლება სხვაგანაც გაჩნდეს. სიმართლე მითხარით, ჰეკიმო. არა, ქალბატონო ფისონეს არ მოხდება. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ სრულიად ჯანმრთელი ხართ, მაგრამ მაინც უნდა დავიწყოთ თავი. ხედავ, გამოჯამრთელდი, რა კარგია. გაჩუმდი ალიქემალ, ექიმს ველაპარაკები. მომისმინეთ, კონტროლის მიზნით რაღაც პერიოდი მოგიწევთ აქიაროთ. პირველი 2 წელი ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან 3 თვეში ერთხელ, შემდეგ კი 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ ანალიზები. რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? განსაკუთრებული არაფერი. ქალბატონ ფიუსონ შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს. ხედავ, ყველაფერი დასრულდა. მეუბნებით ჯანმრთელი ხარო, მაგრამ თავს კარგად არ გრძნობ. ისეთი აღარ ვარ როგორც ვიყავი. ასე მგონია 10 წლით დავბერდი. ეს ნორმალურია, ქალბატონო ფიუსონ. ძალიან სერიოზული ოპერაცია გადაიტანეთ. კურნალობის კურსიც გაიარეთ. ახლა მთავარია თავს მოერიოთ და დაივიწყოთ, რომ სიმსივნე გქონდათ. კარგი, მაგრამ სრულფასოვან ცხოვრებაში რას გულისხმობთ ალბათ? გარკვეული წესები უნდა დავიცვათ, წამლები მივიღო. არა, წამლების მიღება საჭირო არ არის. თავარია სტრესს მოერიდოთ. ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ქალბატონო ფიუსონ. დამშვიდით. დიდი მადლობა, ექიმო. ნახვამდის. ნახვამდის. გმადლობთ. გარეთ აპირებ გასვლას. ხო, რევმატიზმის წამალი მიყიდე. ფარმაცევტმა იცის, უთხარი წითელი აბები მომეცით დედასთვის თქვა. კარგი.
რა ცუდი ბედი მქონია. დედა, ღმერთს ნუ სწოდავ. მაღაზიას რატომ გეტო? როგორ ვირჩინოთ თავი? დედა, ხომ ვილაპარაკეთ ამაზე? უჯგუო ხარ, შვილო, უჯგუო. თან დაორსულდი ტვინი საერთოდ არ გაქვს. ელექტროენერგიის ქვით არის საჩეინახე. უჯრაში. იმ კაც დაურეკე, რადგან დაგაორსულა ვალდებულია გარჩინოს. მდიდარია ბავშვზე პასუხისმგებლობა აიღოს. დედა, კმარა. რაც მოვედი, არ გაჩუმებულ ხარ. არ ვარ მართალი. თავი ძლივს გაგვაქვს. შერი როდის იყავი, დედა? რა გაკლდა? მე არ ვზრუნავ შენზე. ხოდა ბავშვზეც ვიზრუნებ. ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ. მეზობლებს რა ვუთხრა? ამაზე არ ფიქრობ? მათ უკვე ვუთხარი, ჩემი შვილი გათხოვდა სიძე მუშაობს, ძალიან ბედნიერები არიან მეთქი, ახლა რა ვთქვა? უთხარი განქორწინდნენო, დედა. გასაგებია, უთხარი რომ დავშორდით. გამომართვი მეგობარო. კიდევ ამდენს მერე მოგცემ. კარგი. Kardeşim gerçekten bilmiyorum. როგორ არ გესმის? Anlamadım galiba. არაფერი არ ვიცი. მედი, გამომართვი ფული. მის სამართი უნდა მითხრე. სხვა ხომ არაფერი, ნუ ნერვიულობ. არ წამომწდება რომ შემითხარე. მეგობარო, რომ ვიცოდი, არ გეტყოდი. გონია ფულს არ გამოგართმევდი. ხალბატონმა ჯანსაღმა მხოლოდ ტელეფონი დატოვა. შენს ხომ გაქვს? აიღე ეს ფული. კონდეს. რამეს თუ გაიგებ შემატყობინა. კარგი? არა მგონია, რამე გავიგო. შენგან ზარცველოდები. ჩემი ნომერი არ დაკარგო. Ulan ama რა ჯიუტიკაცია. ნახვამდის წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობი ზებურხან. თქვენებს მოკითხვა გადაეცით. გადავცემ. შენს დღეს უმრე ხოლმე ხალბატონო მიხრებან. საერთოდ არ ყოფილიყარ ჩვენთან. აუცილებლად. მალე გესტუმრებით ყველა ერთად. გოგოებს ჩემაგივრად აკოცეთ. აბა, თავს მიხედეთ. მიხრიბან, ჩაის ხომ ვერ მომიდუღებ. Gani, განი, sen biraz ერთი წუთი მოდი ჩემთან. ახლავე. ინტერნეტის კავშირი აღვადგინე. ახლა პრინტერი დარჩა და ყველაფერი მზად იქნება დაუშახრაზად. Şehrazat. ქალბატონი შახრაზადი განი. და არა დაუშახრაზად. უკაცრავად. Burası ეს სამსახურია განი. iş yerinde. თანამშრომლებს ასე არ მიმართავენ. Bana მადლობელი ვიქნები, მე ქალბატონ შახრაზადს თუ დამიძახებ, მიხრიბანს კი ქალბატონ მიხრიბანს. უკაცრავად. ისეთი უშუალო გარემოა, რომ მე samimi. უშუალო გარემო ჩვენი სახლია განი. Dışarıda gene გარეთ დამიძახი დაო, მაგრამ აქ არა. კარგი? კარგი. bir şey daha. კიდევ ერთი რამ. ქალბატონი მიხრიბანი ჩემი თანაშემწია და არა ჩაის მომდუღებელი. სანამ ჩაის მომდუღებელს დავიქირავებ, ჩაი დაყავა თავად მოიდუღე. კარგი? Tamam mı? კარგი ქალბატონო შახრაზად. ახლა კი საქმეს დაუბრუნდი. შახრაზადი რომ დაინახე, გაგიკვირდა. ხო, Ama belli. მაგრამ ჩემი გაუცება არ გამოვხატე. სწორად მოიქეცი. მასაც გაუკვირდა. Çok. ხო, Bunun მეტყობოდა რომ გაუკვირდა. gözlerine თვალვიდან ცეცხლს ყრიდა როცა დამინახა. გაბრაზდა ახალი კომპანია რომ შექმენი. გაბრაზდა. თანაც ძალიან. çok tuhaf. უცნაურია. Arabasına gider. მანქანაში რომ შევედი, თავი ძლივ შევიკავე რომ უკან არ მიმეხედა. Beni kolayca მეგონა სიყვარული გამენელდებოდა, და ზურგი მაქცია, მაგრამ azalır zannetmiştim ama შევწდი. ისევ გიყვარს. artıyor. სიგიჟემდე. Ben ბევრი ცდილობს დამარცხოს რომ ცხოვრება გავაგრძელო, hayatıma gayet güzel შაჰრაზადი დავივიწყო, dedikçe მაგრამ კარგი დაივიწყე. ამბობენ, სიყვარული რაც უფრო მიუწვდომელია, მით უფრო ვცდილობთ დავეუფლოთ. მე არაფერს ვცდილობ, იასემინ. კარგი რა. თავს მოიტყვებ. კომპანია დააარსე, რომ მისი ნახვის საშუალება გქონოდა. ო. შეიძლება შესამა დაუშვი, შეიძლება მისთვის საერთოდ აღარ უნდა შემეხედა. სწორად მოიქეცი, დრო გავა და ამას მიხვდები. aklan დრო რომ გავა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ხანდახან ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს. benim başıma geldi. რომ ასეთი ცილის სამების მსხვერპლი გავხდი. ფიქრობ,
კოშმარი ხომ არ მესიზრება მეთქი. იპოვეს ის ქალი. არა. მაგრამ ბატონ რაგიბს ჩემი სათველი უთხარი და არჩენი მიცი გადასაწყვეტია. დისკს სასამართლოს გადავცემ. Mahkemeye vereceğim. En doğrusu. სწორია. Affedersin. უკაცრავად. Efendim? გისმენ? Hayır dışarıda. არა, გარეთ ვარ. Şey, მოდი, ben seni... მე დაგირეკავ, კარგი? Ben de. მეც. Hoşça kal. ნახვამდის. იასემინ რა ხდება? Ne oluyor? არაფერი არ ხდება. Var. არა, რაღაც ხდება. Özel biri mi? ვინმე განსაკუთრებულია? Çok yeni daha. ახლა ხან დავიწყეთ ურთიერთობა. განსაკუთრებულია თუ არა, არ ვიცი. Çok severim. ძალიან მიხარია. Dur canım da. ვერფასო, სერიოზული არაფერია. Olur. არის. Nasıl? რაღაც ხდება. Bari. მინდა რომ ბედნიერი იყო. Nasıl? როგორია? Yeni şef çok ახალი შეფი ძალიან კარგია. Harika. შესანიშნავი კერძებია, განსაკუთრებით соуსი. ცოტა უცნაური კაცია. პატარა შენიშვნასაც ვერ ეგუება. შენიშვნა ნამდვილად ზედმეტია. გირჩევ ხელიდან არ გაუშვა ეკაცი. ენუს გემოვნება სენდე. ნამდვილი გურმანია. შენ რა იცი? Şehrazat შეჰრაზადი როგორ არის? bugün bak. დღეს ფონჩი უნდა წასულიყო. Gitmiş. უკვე იყო. გაირკვა? ვინ უნდა შეასრულოს სამუშაოები? Olmuşsun. გონი, Ne demek? რას ნიშნავს მგონი? გაირკვა თუ არა? Kim almış? ვინ უნდა შეასრულოს პროექტი? Benim. ენუ, ხმას რატომ არ იღებ? კითხვა დაგისვე. Kim almış? ვინ უნდა შეასრულოს? Akson inşaat. აქსონ ინშაატმა. Akson. აქსონმა? Yeni bir ახალი კომპანია ყოფილა. ხო, Şehrazat. შეჰრაზადი იცნობს მეპატრონეს. ან საიდან უნდა იცნობდეს? Neyim რა მოგივიდა ბენო, რატომ გაჩუმდი? Açık ne? კონკრეტული კითხვა დაგისვე. თუ იცი თქვი, თუ არ იცი ეგეც თქვი. Kimmiş? ვინ არის მაგ კომპანიის მეპატრონე? Onur Bey. ბატონი ონორე. ვერ გავიგე? Onur Bey. ბატონმა ონორმა ახალი კომპანია დააარსა. Sevgi. სევგი. სევგი გთხოვ. მომისმინე. სევგი გემუდარები. თავი დამანები ალი კემალ. გთხოვ. არ მინდოდა ასე მომხდარიყო სევგი. ჯანსელი ძალიან მიყვარს. ძალიან მენატრება. ძალიან. გრცხვენოდეს ალი კემალ. ჯანსელს გული ძალიან ატკინე. მითხარი სად არის? ყველაფერს გამოვასწორებ. პირდები. ძალიან გთხოვ. სად არის ჯანსელი? კინოში ხომ არ წავიდეთ? არა ძმაო, სახლში უნდა წავიდე, ვიმეცადინო. Üniversiteyi რადგან ჩააბარე მიზეზებს ეძებ, არა? რა დროს მეცადინეობა? მიზეზებს არ ვეძებ, რთულია უნივერსიტეტში სწავლა, კურსებზე სიარულს არ გავს. როგორ გიყვარს გაზვიადება? არ ვაზვიადებ. რატომ უნდა ვაზვიადებდე? შენც რომ მეტი გემეცადინა, ჩააბარებდე. წელს აუცილებლად ჩავაბარებ. რომ მახსენდება საშინლოდ ბრაზობ. ასეთი შანსი დავკარგე. ორი ქულა დამაკლდა და ჩავაბარებდი, სულ რაღაც ორი ქულა. ხომ გაფრთხილებდი იმეცადინე მეთქი, რომ დაგეჯერებინა ორ ქულასაც აიღებდი. არა უშავს, წელს ასე მოხდა. მითხარი, შენებს რა უთხარი? ციგნები ვიყიდე მაგიდაზე დავდე და საღამოობით დავყურებ. ვითომ მეცადინეობ. ძმაო, ტყუილი გამიგია, მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია. ასეთი ტყუილი როგორ უთხარი? იძულებული გავხდი, აბა რა მეთქვა? მაპატიებიძე ბურხან უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე კურსებზე, რაც გადაიხადე, ქარს გავატანე. შეიძლება წელსაც თქვენს სახლში ვიცხოვრო მეთქი? ძალიან დიდი ტყუილია. birader რატომ არ გინდა რომ გამიგო? ქაისერიში ვეღარ დავბრუნდები. bileklerimi შეიძლება გავგიჟდე. იქ ვერ ვიცხოვრებ. yalan. არა უშავს, დიდი ტყუილია თუ პატარა, როგორღაც გამოვასწორებ. ერთხელაც გამჟღავნდება. არასდროს არ გამჟღავნდება, გაიგე? უნივერსიტეტის სწავლის ფულსაც იჯიბავ, ბიზებურხანს ბევრი ფული აქვს. მას სპონსორებს. რა, ცუდია? ერთხელაც სკვერში მოგხვდება მისგან მუშტი. ნუ ნერვიულობ. სიფრთხილეს ვიჩან, სულ ყურადღებით ვარ. Doktor ეკიმა მითხრა რომ თავს უნდა გავუფრთხილდე, არ ვინერვიულო, hiçbir şeye sıkılmayacak. არ ვიდარდო, სტრესს მოვერიდო. Katiyen stres თორემ ისევ ავად გავხდები yoksa და ამჯერად yeniden ვერ გადავრჩები.
აღარაფერი მიშველის. რას ამბობ შვილო? როგორ შეიძლება რომ განმეორდეს? ღმერთმა დაიფაროს. ასე თუ გაგრძელდება განმეორდება დედა. თუ ისევ ვინერვიულებ, სუდად ვიქნები. რას ამბობ ფიუსონ? ოდესმე ყურადღება ან სიყვარული მოგაკელით? რამე გვთხოვე და არ გავაკეთეთ? კარგი რა. თქვენზე არ ვამბობ. ღმერთმა დაგლოცოთ შენ და მამა. აბა რა ხდება? ნახეთ რომელი საათია, მაგრამ ალიქემალი ჯერ არ დაბრუნებულა. აი, მოვიდა. ნუ უბრასდები შვილო. სამომშვიდობისა. საღამოშვიდობისა. გამარჯობა შვილო. ჩვენ უკვე ვივახშმეთ. არ დაგიალოდეთ. ვაპატიე. არა უშავს. შეგერგოთ. ახლავე მომზადებინებ რამეს შვილო. სახე რატომ ჩამოგტირის? შენმა საყვარელმა საყვედურებით აგავსო? გეთქვა ძოლი ავად მყავს ვერ დავრჩებია. ფიუსონ. როგორ ლაპარაკობ ფიუსონ? რისი თქმა გინდა? კარგი რა, ისეთი გულჩათხრობილი იყავი? არ მესმის ხუმრობაც არ შეიძლება? ეს რა ხუმრობაა ფიუსონ? ასე ხუმრობა შეიძლება? რატომ ხარ ჩაფიქრებული? სხვა რა უნდა გადარდებდეს? დიდი სადარდებელი მაქვს. ძალიან დიდი. ალიქემალ. ვიცი რა სადარდებელიც გაქვს, ძალიან კარგად ვიცი. მე რომ ცოცხალი ვარ ეს გადარდებს. ფიუსონ. ფიუსონ. ამას შენთან არანაირი კავშირი არ აქვს. კიდე გითხრა რა არის ჩემი სადარდებელი? ალიქემალ, ალიქემალ. ქალი რომელიც ჩემს შვილს მუცლით ატარებს დაიკარგა, გასაგებია? ჯანსელი გაქრა. ალიქემალ, რა გააკეთე? რა? რა თქვი? შენ შვილს? დედამიწა შენ გარშემო არ ბრუნავს, ფიუსონ. შენ არ ხარ ღერძზე. რა გააკეთე შვილო? კიდევ რამდენ ხანს უნდა დამემალა, მამა? ოდესმე ხომ გაიგებდა? გოგო ავად არის. გამოჯამრთელდა, ნუ ნერვიულობ. ექიმმა უთხრა სრულიად ჯამრთელი ხარო. ჟანდაბა. თქვენ იცოდით ამის შესახებ? რატომ არ მითხარით? შვილო, ავად იყავი. თავს სუდად გრძნობდი, შეგვეშინდა უარესად არ გამხდარიყავი. სქესი იცით? იცი ბიჭია? ნეტავ ექიმს არ ეთქვა რომ გამოვჯანმრთელდი. ჯობდა ორი დღის სიცოცხლე დამრჩენოდა. იმდენი რომ ჩემს შვილებს მოვსიყვარულებოდი. მერე მიწას შევეჭამე. რატომ ვარ ცოცხალი? ფიუსონ, არ გინდა შვილო. ასე ნუ ნერვიულო. რა უცნაური.
ოპერაციის შემდეგ საღად ვერ ვაზროვნებდი. მეგონა თითქოს საკვერცხეები არ ამომაჭრეს. თითქოს ახალი ნამშობიარები ვიყავი. ბურჯუს და ბუქეთს რომ მიესადაგებოდა, ისეთ სახელებს ვიხსენებდი. უღა, ბურაკი, ბულუთი. ბულუთი რომ გამახსენდა ძალიან გამიხარდა. მიფიქრე რა ლამაზი სახელია. კარგი, ბულუთი დავარქვათ მეთქი. მერე უცებ გამახსენდა რომ ეხარასოდეს გავაჩენდი შვილს. ბაჟიშვილს ვერ გაჩოქებდით. შვილ. კარგი. არ გინდა. კარგი ძვირფას. მთელი უშიშრობა ფეხზე დავაყენეთ და ადგინეს რომელიც თვითმფრინავით გაფრინდა, სადღაც სამხრეთის რეგიონში იმალება. თბილ ადგილს ეძებს, ტურისტულ ზონაში ეძებენ. რამდენიმე დღეში გამოჩნდება. ეგ თქვენი პრობლემაა, ბატონო რაგიფ. სასამართლომდე ცოტა დრო დარჩა. ან საქმე მოაგვარეთ, ან ერთი კვირა არ დაგჭირდება, ბატონო ნურ. მერწმუნეთ. იმ ქალს მალე მივაგნებთ და დღეს ან ხვალ აქ ჩამოვიყვანთ და კამერების წინ დავაყენებთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მაგრამ თქვენც უნდა გაგვიგოთ. თქვენ მიმართ უკვე გამოვიჩინე სათანადო გულისხმიერება, ბატონო რაგიფ. ამაზე მეტი აღარ შემიძლია. ბატონო ნურ, ის ქალი იპოვეთ და მერე დამირეკეთ. შემოდი. ყველაფერი მზად არის, ბატონო ნურ. გავგზავნოთ? მომეცით თავად მივხედავ. როგორც გნებავთ. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ქერემ მობრძანდით. მადლობ. როგორც ჩანს, ბევრი საქმე გაქვს. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. გთხოვთ, დავდანდით. არა, მადლობ. დრო თუ გაქვს გარეთ ხომ არ გავსულიყავით? ნახევარი საათით. რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. იქნება გვილაპარაკოთ. გარეთ უფრო თავისუფლად ვიქნებით. კარგი. საჭესთან ედარდები იავან. როგორც გინდათ. დღეს დაისვენე. დავისვენო? ონური ძალიან მეწოდება. მართლა? იმდენად გაგიჟებულია, რომ შენთან მუშაობასაც კი დათანხმდა. წარმოუდგენელია. ძალიან მაინტერესებს, როდის მიხვდება, რომ თავი უნდა დაგანებოს. ბატონი ონურის კომპანიასთან მუშაობას თავად დავთანხმდი, ბატონო ქერემ. მართლა? ეს რატომ გააკეთე შეჰრაზად? ონური ცხოვრებას დაგინგრევს. ეს მისი მხრიდან უნამუსო საქციელია. ასეთ კაცთან ერთად მაგიდას როგორ უნდა მიუჯდა? საჭირო არ არის რომ ერთად ვიმუშაოთ, ისედაც შეიძლება საქმის მართვა. მე პროფესიონალურად მოვიქეცი ბატონო ქერემ. კარგი რა. ხომიცი თავს არ დაგანებებს. სულ შენს გარემოში იტრიალებს. არ შეგაწუხებს ეს ფაქტი? შეჰრაზად. დროა ონური დაივიწყო. თავიდან ამოიგდა.
ეს არ შეგშვენით ბატონო ქერემ. გწვენოდეთ. შეჰრაზად, Ben kör ბრმა არ ვარ ბატონო ქერემ. თავიდანვე ხვდებოდი რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყავით. მეგონა ადრე თუ გვიან თავს დამანებებდით. Emrinu Kerem თან ვამბობდი ბენუს ბატონი ქერემი ისე უყვარს ასეთი ძლიერი სიყვარულის მიმართ ვინ დარჩება გულგრილი მეთქი, მაგრამ შეჰრაზად მომისვენა. არ გაგიშვებს, სანამ არ მომისვენ. არა, ერთი სიტყვის მოსმენაც არ მინდა. პირველად მე შემიყვარდი შეჰრაზად. მე ეს ონურმაც იცის. თხოვთ, ნუ ღარ გააგრძელებთ. პირველი ნაბიჯი რომ გადავდგე. გვერდზე გამწია. ახლა კი ხედავ როგორ კმარა, როგორ მელაპარაკებით? არ გწვენიათ? რატომ უნდა მრცხვენოდეს? სიყვარულის ერცხვილი არ არის და არც არასდროს იქნება. უნდა გწვენოდეთ ბატონო ქერემ. bazı aşklar. არის გრძნობები, რომელთა შესახებ ლაპარაკი სირცხვილია. ბენუ ჩემი უახლოესი მეგობარია, მას იგეჟემდე უყვარხართ, თქვენ კი ფუჭი მეც აძლევთ. უნდა გწვენოდეთ ამის გამო. მრცხვენია. საკუთარი თავი მეზიზღება ბენუს ასე რომ ვექცევი. დამიჯერა. Çok iyi. კარგია რომ თავი გძელთ. Böyle bir ეს საუბარი არ შემდგარა ბატონო ქერემ. siz bunu ჩემთვის არაფერი გითხოვთ. არაფერი გამიგონია. duymadım. ჯანსელ, Yaman? Yaman? როგორ ხარ? არა მიშავს, თავად? კარგად ვარ. გამიხარდა შენი ნახვა. მეც გამიხარდა. Kusura მაპატია ვერ გიცანი. რამდენი ხანი არ მინახე ხარ? საერთოდ არ შეცვლილ ხარ. yok canım. როგორ არ შევცვლილ ვარ? ილოცავ. და ჰურიემ მითხრა. ვიცელოდები? ხო, როგორც ამბობენ, ჯამრთელი და ბედნიერი გაიზარდოს. რასულელი ვარ, მომეცე ეგ ჩანთები დაგეხმარები. იყოს წავიღებ. არა, დაგეხმარები. სად მიდიხარ? სახლში? რაღაც მინდა კითხო. თუ არ გაჩქარება, ჩაი ხომ არ დაგველია? თან ძველ დროს გავიხსენებდით. Bilmem. არ ვიცი. Annem bekliyor. დედა მელოდება. ერთი ფინჯანი ჩაი. არ მოგენატრა ჩვენი კაფე. Merhaba. გამარჯობა. Onur ონურაქსალი ხართ არა? დიახ. Buyurun buyurun. ხოთ მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი. მე განი ოსჩელიკი ვარ. შაჰრაზადის ქალბატონი შაჰრაზადის ბრძლისმა. აქ მუშაობ. Burada მას ვეხმარები. ძალიან კარგი, სასიამოვნოა. ჩემთვისაც ასიამოვნოა. დიდი პატივია თქვენნაირი ცნობილი ბიზნესმენის გაცნობა. ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია. ქალბატონი შაჰრაზადი არ არის? biraz önce ცოტა ხნის წინ გავიდა. ერთად გავიდნენ. ნახევარი საათის წინ. იცით სად გავიდა? არ ვიცი, მაგრამ ბატონ ქერემთან ერთად გავიდა. თქვენს პარტნიორ ქერემ ენჯეოღლუსთან ერთად. ისიც გავიცანი, შესანიშნავი ადამიანია. Onur Bey. ბატონო ონურ, Hoş geldiniz. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო მიხრიდან. რადგან ქალბატონი შაჰრაზადი არ არის, თქვენი ნებართვით წავალ. მალე დაბრუნდება. გთხოვთ დაბრძანდით. ყავა მიირთვით. არა გმადლობთ. სხვა დროს ხავს. ნახვამდის. 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 რა კარგი დღე გამითენდა. ოფისში ბიზნესმენების სტუმრიანობა არ წყდება. vay be. ოჩახ განი. რამდენ ხანს რჩები აქ? Bilmem. არ ვიცი. Biraz kalın. ცოტა ხანს დავრჩები. Annemle Bey. კარგა ხანია დედასთან ავყოფილ ვარ. Hem თან მინდა სახლს შევავლო ხელი. izin vereyim diyorum. მართალი ხარ, ზამთარი მოდის. ხანდახან ხვდები და ფურიას. სულ კითხულობ. შენზე მიყვება ხოლმე. Sen neler? შენ რა საკეთებ? რას უნდა ვაკეთებდა? მუშაობ. როგორც ყოველთვის ვშრომობ. ოჯახური ცხოვრება როგორ მიდის? კარგად.
შენს ქმარს ტყავის ფაბრიკა ჰქონია. თაშხანში მაღაზიაც აქვს. ალბათ ბევრ ფულს შეულობს. ჩვენსავით ხელფასზე არ არის დამოკიდებული. ეგ რა ლაპარაკია? თავარია რომ პატიოსნად უშრომოთ. რა არის ამაში ცუდი? არა, არასწორად გამიგე. ამის თქმა არ მინდოდა. ვიგულისხმე რომ დიდარ კაცს გახევით ცოლად და ხშირად აღარ ჩამოხვალ. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა, მაბატია. ეგ რა შუაშია იამან. დედა ხომ აქ ცხოვრობს, ხო და ხშირად ჩამოვალ. საერთოდ ვერ გხედავ. ამიერიდან ხშირად ვნახავ. ჩაის ისევ დურსუნი ადუღებს? ეთყობა არა? ხო. იმდენი ადუღა მწარე გემოაქვს. გამარჯობა ძმაო. ცუდი აზრები გაწუხებს, არა? რა დროს ხუმრობა? ასე ვარ მიჩვეული. მინდა რომ ხასიათზე მოგიყვანო. ყველა ცდილობ. ახლა მხოლოდ ერთი რამ თუ მომიყვანს ხასიათზე. შეგიძლია სახელი არ მითხრა. დავიღუპე მერთ. ყველაფერი გავაფუჭე. არც კი ვიცი ამას როგორ გამოვასწორებ. ეს მოსალოდნელიც იყო. შეგიძლია გამოსწორება დაიწყო. ბენუ გირეკავს. კერემ, მთელი დღე არ გამოჩენილ ხარ. არ მეცალა. შენებლობაზე ვიყავ. ასეც ვიფიქრე, ამიტომაც არ დაგირეკე. მომისმინე ინტერნეტში რაღაც ინფორმაციას ვეძებდი და იცი ამ კვირის ბოლოს ვისი კონცერტი იგეგმება? ვისი? გორან ბრეგოვიჩის. მართლა? რა კარგია. ვიფიქრე ერთად ხომ არ წავსულიყავით. თუ ვერ მოიცლი, მელეკთან ერთად წავალ. არა. ისე მინდა მისი კონცერტის მოსმენა, რა თქმა უნდა მოვიცლე. არავის არ დაუთმო ბილეთს. კარგია, გამიხარდა. კონცერტის მერე ვივახშმოთ. რა სიტყვა? კარგი, სიამოვნებით. დროებით. დაიკო, კარგი. რა გემრიელია, საოცარი ხელი გქონია. კიდე გვაქვს ინჯობ, არა შეეშვი. რას მიყურებ? არ შეიძლება? მომიყევი რა ჩაიდინა. ისმენ ძმაო. ძალიან მწვენია ბატონი ქერემის გამო მიხრიბა, ძალიან მწვენია. სიგიჟე იყო, რაც მან გააკეთა. სიგიჟე სიყვარულის ნიშანია. ბატონ ქერემს რომ არ უყვარდა ასეთ სიგიჟეს ჩაიდენდა. არ მინდა, არ მჭირდება. ისე ლაპარაკობ, თითქოს ამართლებდე მის აქციელს. არა საყვარელო, არა. იმის თქმა მინდა რომ ბატონმა ქერემმა რაც გააკეთა ნორმალური ადამიანი არ გააკეთებდა. ახლა როგორ მოვიქცე? რაც ათქმელი იყო უკვე უთხარი. თუ არ შეგეშვება გაუმეორე. სადმე დიხარ? ბენუს უნდა მოუყვე მიხრიბან. ახლავე უნდა მოუყვე რაც მოხდა. ნუ გააკეთებ ამას. ჩემს უახლოეს მეგობარს ვერ დავუმალავ მიხრიბან. ბენუ არ იმსახურებს ამას, უნდა იცოდეს როგორი ადამიანი უყვარს. შაჰრაზად, გინდა ბენუ დარდისგან მოკვდეს. არ გახსოვს ბატონი ქერემის გამო თავის მოკლა რომ სცადა. აი ჩვენც მოვედით. გამარჯობა. ტირამისუ მოვიტანე. დიდი მადლობა. სად არის ჩემი საყვარელი ბიჭი? კან. გამარჯობა. ოთახშია. მელეკ. ახლა შევჭამ. ხედავ როგორ გამყიდა? კარგ ხასიათზე ხარ ბენუ? რატომ არა მიხრიბან? შაბათს ქერემთან ერთად კონცერტზე მივდივარ. მელეკი რომ დაინახე მიღალატი არა? არა ბენუ. მელეკი რომ დაინახე დაგავიწყდი, მაშინ ახლა შევჭამ, იცოდე მე უფრო უნდა გიყვარდე, თორემ ვიეჭვიანებ. არა. შევჭამ. ესე იგი მიკროფონით ხელში სიტყვით გამოხვედი?
ხო? დაუჯერებელია. სერიოზულად ვამბობ. მე გისმენდნენ? თელი თვითმფრინავი. ვიღაცამ ჭკუაც კი დამარიგა. ასე და ასე მოიქეციო. მე ვთქვა. რა მოხდა? იასემინ როგორ გიხდება ღიმილი? კარგი გთხოვ. ცხოვრებაში არ შემხედრია ქალი, რომელსაც ასე უხდება ღიმილი. ღვთის გულისათვის. თელეგზე შენზე ვფიქრობდი. შენი ღიმილი მეტ გათვალწინ. შენი სახე სხეული მზერა. დიდი ხანია ერთ რამეში მინდა გამოგიტყდე. ეს ჩვენი გაცნობის საღამოსრო უნდა მეთქვა. მთელი წელი დავაგვიანე. უბრალოდ 11 თვე. დღეებს ითვლიდი? ხო. ჯობდა ადრე მეთქვა. ამდენი დრო ტყუილად დავკარგე. მოკაცრავად. ონურ? გამარჯობა იასემინ. იმედია თუ დროს არ გირეკავ. არა. რა მოხდა? მოწყენილი ხმა გაქვს. ცუდად ვარ. შენთან ლაპარაკი მჭირდება. მგონი შეგაწუხე ასე. გვიან რომ გირეკავ. არა. კარგი, ღამე მშვიდობისა. სახლში ხარ? სახლში ვარ. კარგი, დავიწყე, ღამე მშვიდობისა. ახლავე მოვა. ხო, არ შეწუხდე. მოვდივარ. თამელ ძალიან მწუხარ. უნდა წავიდე. რამე მნიშვნელოვანია? ბოდიში მართლა არ მინდოდა ჩამეშხამებინა ეს საღამო. ღამე მშვიდობისა. ილოცო, როგორც იქნა. ესე იგი შეჰრაზად სიყვარულში გამოუთხდე. უთხარი რომ პირველ შენ შეგიყვარდა. ბრავო. ღმერთო, შენ რა? მეხუმრები? ისევ გიმეორებ მერთ. სიტყვა სიტყვით. შეჰრაზადმა იცის რომ მიყვარს. კონცერტის შემდეგ ბენუს ვეთყვი რომ შორდები. გასაგებია? ვეთყვი. შენ შენი გზით წადი, მე ჩემი გზით წავალმეთქი. კარგი. და ფიქრობ რომ შეჰრაზადი მაშინვე მიგიღებს? იტყვის ვაშა, როგორც იქნა ქერემი ბენუს დაშორდაო. უცებ არ მოხდება. როთა განმავლობაში. თქვენ შორის ერთადერთი ბარიერი ბენუ იყო? იმაზე არ ფიქრობ რომ შეჰრაზადი ძალიან წესიერი ქალია ქერემ, რომ უყვარდე. ბენუს მაინც არ უღალატებს. ამაზე საერთოდ არ გიფიქრია? სიყვარული მეგობრობაზე მაღლა დგას მერთ. ბევრად მაღლა. აზრად არ მოგსვლია რომ შეჰრაზად შეიძლება ისევ ონური უყვარდეს. გამოფხიზლდი ქერემ. ძალიან გთხოვ გონს მოეგე. გამოფხიზლდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი შეჰრაზადი უნდა დაივიწყო მეთქი. რადგან ჩემი არჩევა არღის, ამ სიყვარულისთვის ბრძოლა მეთქი. მე გავიგე რომ შეჰრაზადი ქერემთან ერთად სავახს მოწასულა და ტვინში სისხლი ჩამექცა. მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. არ ვიცი რა გავაკეთო. არ ვიცი. მოთმინება გამოიჩინე ონურ. ნახოთ რა სიტყვის შეჰრაზადი, როცა გაირკვევა რომ უდანაშაულო ხარ. რა მნიშვნელობა აქვს რა სიტყვის? გულგატეხილი ვარ. შურს შენი. იცი? რის იქ შურს? ჩემი ტანჯვის? ნამდვილი სიყვარული გამოსცად. ამიტომ ტანჯვა ღირს. დამიჯერე. იასემინ, რა სულელია? შენ ალბათ ვახშამზე იყავი შენ სახალ მეგობართან ერთად. არა უშავს. ეგოისტი ვარ, არც კი დავფიქრებულ ვარ. გთხოვ მაღალი, ძალიან მწუხარ. ონურ, კარგი რა. მოდის გიხდი. ის მეგობარი შენზე მნიშვნელოვანი არ არის. არავინ არ არის შენზე ძვირფასი. გთხოვ. რას ამბობ იასემინ? ახლა დაიწყე მკაცთან ურთიერთობა. არ მგონია გავაგრძელო. კარგია რომ კრედიტი მივიღეთ, საქმე უფრო დაჩქარდება. ხო. შემახსენე ხვალ რომელ საათზე მივფრინავთ? 11 საათს. გამარჯობა ზაფერ. გამარჯობა ქერემ. გეგმაზე მუშაობთ, იმედია ეს პროექტი მალე დასრულდება. დასრულდება.
ესე იგი, შენ სახალ კომპანიას Axon Initiative ჰქვია რა? Çabuk yayılmış. რა უცებ გავრცელებული ამბავი, ალბათ შაჰრაზადმა გითხრა გუშინ. ადაკუ შენი გვარის პირველი ასოებია. ბოლო ასოები რას ნიშნავს? რა იგულისხმება? Çok teşekkür მადლობ ქერემ, იმედია აქ იმისთვის მოხვედი რომ კოპენჰაგენში წარმატებები გვისურვო. არა. ბინიაფის ზურგს უკან რომ ახალი კომპანია დააარსე. იმის გასარკვევად შემოვედი. ზურგს უკან არ დამიარსებია. ონურ, რა მიზანი გამოძრავებს? Asıl senin derdin. შენ რა მიზანი გამოძრავ? ახალგაზრდებო, რას აკეთებთ? რადგან შეჰრაზადი შენთან ერთად მუშაობას დათანხმდა, გონია რომ დაგიბრუნდება? ამ თემის შენთან გარჩევას არ ვაპირებ ქერემ, გთხოვ. რატომ? გეშინია რომ დამარცხდები? შეჰრაზადს თავი დაანებე. ასი კომპანიაც რომ დააარსო, მასთან ერთად ასი პროექტიც რომ გააკეთო, მაინც არაფერი გამოგივა. დაივიწყე ონურ. როგორ იქცევით ახალგაზრდებო? შეჰრაზადისთვის აღარ არსებობ ონურ. აღარ, მორჩა. შენ არსებობ მისთვის. შენ რომელმაც ბენუსნაირი სათნო ადამიანის გზნობები აბუჩად აიგდო და შაჰრაზადს გაეკიდა. თუ შაჰრაზადის შენს აქციას მოიწონეს, მაშინ მირჩენია მისთვის მართლა აღარ ვარსებობდე. არც ისი არსებებს შენთვის. ონურ, სიზრულის ნუამბობ. როგორ იქცევით, გოსმოდით. დასხედით და წნარდი საუბრეთ. არასაფერ. ონურისნაირ ადამიანთან ლაპარაკი არ ღირს. მასთან ლაპარაკი უკვე შეუძლებელია. მას მერე რაც მისი სამარცხინო საქციელის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო. ქერემ, ორივემ დავკარგეთ სახე. შენც და მეც. ყველაფერი კი შენი ბრალია. ბატონ ახმედ სურს თქვენთან საუბარი და გაკავშიროთ. არავისთან არ მინდა ლაპარაკი. რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ? ზადამდე მიხვდით. Ne oluyor? რა მოგივიდათ? Ne olduğu belli değil mi? ვერ ხედავ? Kerem Şehrazat. ქერემი შაჰრაზადს თავს აწონებს. Onu anladım. მაგას მეც მივხვდი. Yüzüm kızardı. სიბრაზისგან ლამისა გავგიჟდე. Aklıma geldi. ეს რომ ახსენდება, თავს ვერ ვაკონტროლებ. İyi de გასაგებია, მაგრამ სიცხლე არ არის. ikiniz თქვენ ხომ ძმები ვითიყავით? თურმე არ ყოფილვართ. Bu adam benim. ეს ადამიანი ჩემი მეგობარი არ არის. მტერია. ყველაფერში მეკიშება. ვერ ვიჯერებ, რაც ხდება, ქერემს ვეღარ ვცნობ. საკუთარ თავს ვცნობ. Tanıyamıyorum. ვერ ვცნობ ძმაო ზაფერ. Böyle olmaz. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ონურ. Darmadağın. ორივე ზღვარს გადახვედით. Kerem'le ამ საღამოს დაველაპარაკები ქერემს. ne konuşuyor? რას დაელაპარაკები ზაფერ? შეეშ. Aklını başına topla diyeceğim. ვეთყვი რომ ჭკუას მოუხმოს. რა გემართებათ? Arkadaş. ნუ თუ მეგობრობას თქვენთვის ფასი საერთოდ აღარ აქვს. Güzel. დღეს გამოიძინე. Kafanı. გონება დაასვენე. Yarın evden. ხვალ სახლში გამოგივლი და გზაში ვილაპარაკოთ. Tamam. კარგი ძმაო ზაფერ. Ay. ბოდიშს გიხდით. Önemli değil. არა უშავს. Bir şey. ხომ არ გადგინე? Yok. არა, İyiyim. არაფერია. Hoşça. ნახონდეს. Hoşça. ნახვამდის. ჯანსელ, Cansel. მოდი სახლში გაგაცილებ. არ მინდა ავტობუსი მალე მოვა. სისულელეს ნუ ამბობ, წამოდი. საიდან მოდიხარ? დედა ჩემი სწავლები გამოვაწერინე. ექიმა დაიჟინა, თვითონ მოვიდესო. როგორ მოვიდეს, როცა ქალი ძლივს გადის გარეთ? დედა შენი სწავლებს შენაწერინებ ხოლმე? ხო. მამა ჩემის პენსიასაც იღებს სააგენტოდან. Tabii. ო, Elle böyle თუ კი შესაძლებლობა არის, რატომ არ უნდა აიღოს? değil mi? ხო, რა თქმა უნდა. ფული ქუჩაში ხომ არ ყრია. სამუშაოს ასე ადრე ამთავრებ? ზოგადად არა.
ხვალ ჩემი უფროსი საზღვარგარეთ მიდის. სახლში ადრე გამიშვა. მართლა? კარგი ადამიანია. ეს მანქანა შენია? ო, როცა სამსახურში ვარ, ჩემი ძმა ატარებს. ადვოკატი ახლა ჩემთან არის ბატონო რაგიბ. დისკს მას გადავცემ. ბატონო ონურ, გთხოვთ, ჩვენ ხომ ასე არ შევთანხმებულო. სწორედ ასე შევთანხმდით ბატონო რაგიბ. მე თქვენ რა გითხარით, ქალი იპოვეთ მეთქი? იპოვეთ? ვერა. ამიტომ დისკს ისე ვაგზავნი სასამართლოში, როგორც მტკიცებულებას. ბატონო ონურ, მომისმინეთ. აქამდე თავს ვიკავებდი, რომ შეურაცხყოფ არ მომეყენებინა, მაგრამ იძულებული გამხადე. როგორც ჩანს, კარგად არ მიცნობ. ასე მარტივი არ არის ეგ ამბავი. ფრთხილად იყავი, რამე არ შეგემთხვას. ცოდო ხარ, ახალგაზრდა კაცი ხარ, მადლობა ღმერთს, ფეხზე დგარ ხარ, ბიზნესი გაქვს. ესე იგი ახლა მუქარაზე გადახვედით? მუქარა რა შვეშია? უბრალოდ გავფრთხილებ. ბატონო მეჰმედ, გამომართვით. დისკი თქვენ გაქვთ. ორშაბათს რაც საჭიროა ის გააკეთეთ. ბატონო ნურ, ერთი წუთით. ნახვამდის ბატონო რაგიბ. ერდალი ისე ვერ იპოვეთ? ოფისში მისულა, ახლა იქ არის. სასწრაფოდ მანქანა მოამზადეთ. დისკი ორშაბათს სასამართლოში მიიტანეთ. კარგი ბატონო ონურ. უცხო ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ონურმა ქალს ფულის სანაცვლოდ ურთიერთობის დამყარება შესთავაზაკერებ. არ ვიცი, მაგალითად, ამ ადამიანებმა. საიდან უნდა იცნობდნენ ონურს, მაგრამ შენ ხომ მას ძმად ეკუთვნი? შენ როგორ დაიჯერეს ბოდვა? იმიტომ რომ სიმართლეა ზაფერ. საიდან იცი? თავად თქვა. ერთი წუთით. წესერა დამიხსენი. ერთხელ მითხრა, რომ ქალთან ფულის სანაცვლოდ ღამე გაატარა და ამას ძალიან ნანობდა. არ მესმის, იქნებ სხვა რამე გულისხმა. ფული მივეციო თქვა, ფულიო. ამის გატარების სანაცვლოდ ფული გადაუხადეო. მერე კი ის ქალი სამსახურიდან გაათავისუფლა. დარწმუნებული ხარ, რომ ეს ის ქალია? სხვა ვინ უნდა იყოს? როდის მოხდა ეს ამბავი? შარშან, ნოემბრის შუა რიცხვებში. ზუსტად ის თარიღია იმ ქალმა რომ თქვა. 14 ნოემბერი. დუბაის Sky Towers-ის პროექტის დაწყების დღეს. ო, შეჰრაზადმა ჟილდორომა იყო. სად არის ის ქალი? გვალს მივაგენით დამშვიდე. თუ იპოვეთ სად არის? ახლა მოხავთ. ის ქალი ქასში ყოფილა. პალბი პასპორტი ჰქონდა. გასაქცევად კატერი დაიქირავა. დავიჭერთ, არ ინერვიულო. ზღაპარს რომ მიყვები ერდალ თორე მიწოდე, შემომაკვდები. რა ზღაპრები ძმაო, დავიჭერთ, ვერცად გაგვექცევა. დამიჯერე. კარგი. არ ვიცი, გინდა თვითმფრინავი ჩამოიყვანე, გინდა ვერ ფრენით. მაგრამ ის ქალი ხვალ აქ იყოს. კარგი ძმაო, კარგი. ხვალ აქ იქნება. ჯანსელ, დასაკეთებ. ყუმელს გამთ? ჯერ სიცივები არ არის. რა ვქნა იამან? დედა ჩემმა მთხოვა დავდგათო. ღამით სცივა. ყუმელი სახლში გაქვს? ბაღშია. კარგი, დაგეხმარები. ბატონო ბურხან, სუფრა გაშლილია, მობრძანდით. ბურჯუ ბუკეთ მოდით. არ მინდა. არც მე მინდა. ჯესონ. მოდი შვილო, საუზმე მზად არის. თქვენ მიირთვით. მე ბურჩენს ვაჭმევ. ჩემო საყვარელო.
შვილო, Burada mı? ისე ვაგზი ხარ? Bak. სადაცა შუა დღე მოვა. ადექი. Hadi. სუდად ვარ მამა. Hiç hali. თავი არ მაქვს. Kaç gün? რამდენი დღეა ოთახიდან არ გამოსულ ხარ? Hadi oğlum. მოდი შვილო, Bu kadar. ნუ დარდო. ავად არ გახდე. Ne olacaksın bak. Öleyim de მეტო მოვკვდე და დავისვენო. siz de თქვენს დაისვენებთ. Ali Kemal. ალი ქემალ, Benim ჩემ ცხოვრებაში იმდენი ქარიშხალი დადრეალებულა. hayatımlar gelip geçti. ვერც კი მოუთვლი, მაგრამ Bilmedim. საცოწარკვეთას არასდროს მივცემი ვარ. ახლა მოხუცი ვარ. იმდენი ძალა აღარ მაქვს, რომ გამუდმებული ნერვიულობა ავიტანო. გთხოვ, Senin ეცადე, bir nefesin თავი აკონტროლო. beni yıkmaya yeter oğlum. Yapma. ძალიან გთხოვ, შვილო. her şeyi mahvedin. ყველა და ყველაფერი დავღუპე მამა. თქვენს გაწყენინათ. Yanlış. შეცდომა დაუშვე. Düzel. ვერც გამოვასწორე. Her şey daha. ყველაფერი უფრო გავაფუჭე. Olan o. რაც მოსახდენი იყო, მოხდა, შვილო. Şimdi çare ახლა დროა შეცდომა გამოვასწოროთ. Kızlarının შეხედე შენ შვილებს, როგორ დარდობენ. verdi. ცოდები არ არიან? Onlara. Toparlayın. დროა დაწყნარდეთ. თქვენ მათი მშობლები ხართ. Babasınız siz de. გონს მოდით. Hadi. წამოდი. Hadi. წამოდი. Şimdi ne oldu? ახლა რა იქნება, დედა? რასთან დაკავშირებით? O bebe. იმ ბავშვთან დაკავშირებით. Onu da bebeğin ამაზე იმ ბავშვის დედა მიფიქროს. ცოლიან მამაკაც ლოგინში რომ უწვებოდა, კარგი იყო? Kadın. ის ქალი დაკარგულა. ortada. yok. არაფერია. Doğuma შობიარობის დრო რომ მოვა გამოჩნდება, ნუ ნერვიულობ. hele bir ფული ხომ დასჭირდება. Sanma. არა მგონია. Aferin. ოჩახი მქალს. Dünyaya წესით სკანდალი უნდა მოეწყო, ის ბავშვი თქვენი შვილიშვილია. ვალდებული ხართ მიხედოთ. ის კი წავიდა და გაქრა. çekip gittiğine göre. Kızlara şan. გოგოები ქვემოთ არიან. ხო, sofraya სუფრასთან არ სხდებიან. çok güzel. ორივე ძალიან დარდობს. Oturturum şimdi ben. მეც ახლა რა ჩამოვალ. Ama მაგრამ ალი ქემალსაც უთხარით რომ ჩამოვიდეს. hadi bakalım. წამოდი. ესეც ასე მზადა. დავანთო და იდაფურია. არა, ჯერ არ არის საჭირო. საღამოს დავანთებთ. კარგი. ცოტა გადახრილი ხომ არ არის? არა, არა, კარგად დგას. მადლობელი ვარ შვილო. დაილოცო შენი მარჯვენა. ძალიან დაგვეხმარე. არაფერს და იდაფურია. ისეთი არაფერი გამიკეთებია. მადლობ, იამან. შენ რომ არ ყოფილიყავი, მე ამ ღუმელს ვერ დავდგამდი. არაფერს ჯანსავ. აბაზანას გაჩვენებ, ხელები დაიბანე. მიყავი. ვიცი აბაზანა სადაც არის. მადლობ. რა იცი, სად არის ჩვენი აბაზანა? როგორ არ იცი? ჩვენი ონკანი რამდენჯერ შეაკეთა? იამანმა? ო, ღმერთმა დავაცოს. როცა მჭირდებოდა, მას ვეძახდი და მაშინვე ჩემთან ჩნდებოდა. რა ხდება ზაფერ, მანქანაში რატომ ატარებ? მძღოლი სად არის? გულისთანმა ფეხი იგრძნო და იქიდან წაიყვანა. მანქანას ფარეხში დავტოვე. ძალიან უხარ, იმედია სერიოზული არაფერია. არა, არა. კიბეზე ადირდა, მაშინ გადავბრუნდა. გულისთანი როგორ არის? დიდი ხანი არ მინახავს. კარგად არის. ძმაო ზაფერ, ისმენ. ძალიან უმგთხოვოთ, ალმატის პროექტზე მაინც არ დაგთანხმები? მიზეზი სავარაუდოდ ვიცი. ჩემი საქმე არ არის, მაგრამ როგორც მეგობარს მინდა გითხრა, რომ არავის ისე არ ეყარები, როგორც გულისთანს უყვარხარ. ვიცი, ონორ, ვიცი. ამიტომაც მელექის მადლიერი ვარ. სულ ამბობდა, შენს მეუღლეს ძალიან უყვარხარო. Hiç korkmayın. სტომატოლოგის ხომ არ გეშინია? არ მეშინია. O benim gel. კანი ვაშკაცია. Doktor ablası. ექიმი მის კბილებში ამოწმებს და ეტყვის ოჩახ რა კარგად უვლიო. Akşamı ne? ვახშმა დრა მოვამზადო. Bilmem. არ ვიცი, რაც გინდა დაუმიხრებან. Ya da hiç uğraş. ანდა შეეშვის, სადმე ერთად ვივახშმოთ. კარგი. Sen de gel. შენ წამოდი მელეკ. Olur. Gelin. კარგი, წამოვალ. Tamam. კარგი. Dişçiden dönünce beraber. სტომატოლოგისაგან რომ დაბრუნდებით, მაშინ წავიდეთ. Hadi gel. მოკლედ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო დაუმიხრივან. Ay, sağ ol. გმადლობ.
გუშინ საღამოს ქერემს ველაპარაკე. კარგად გამომლანძღარა. მისთვის გითხოვს თავთან ფულის სანაცვლოდ ღამე გავატარეო. ეს სიმართლეა? Zaprkhtxo. Შერჩემ 14 ნოემბერს. თარიღი კარგად მახსოვს, იმიტომ რომ გულისტანის დაბადების დღეა. ჩვენი სასტუმროს სახურავზე დაგინახე. შაჰრაზადთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გაგაცნობთ უახლეს ინფორმაციას. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-კოპენჰაგენის რეისს ასრულებდა, რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ 225 მგზავრიდან და 18 კაციანი ეკიპაჟიდან არავინ გადარჩენილა. რუმინეთის მთავრობამ კარპატების მთებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სამძებრო სამაშველო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული თვითმფრინავი 1 საათის დაგვიანებით 14 საათსა და 35 წუთზე აფრინდა და იქ 15 თურქი მგზავრი იმყოფებოდა. მიღებული მონაცემების თანახმად თვითმფრინავში იმყოფებოდნენ შემდეგი მგზავრები: აქსელი, გუნდუზალფი, ონური როგორ არის? ბოლო დროს არ გინახავს? ამას წინათ მოვიდა. რაც სათქმელი მქონდა, უთხარი და წავიდა. რა უთხარი? ფერიდე. კარგი, თავიდან შოკში ვიყავით და რაც ენაზე მოგვადგა ის უთხარით. და ეს ამბავი მანწუხებს. მაგრამ იქნებ დროა, რომ ონურს მხარში ამოუდგეთ. კარგი რა. შეგიძლია მითხრა, რატომ უნდა დავეხმარო შვილს, რომელიც მამამისის გზას დაადგა? არ გინდა. არ მითხრა, რომ ისევ გჯერა იმ ბინძური ცილიწამების. ფერიდე, ონური შენი შვილია. შენი ერთადერთი შვილი. ამაზე საუბარს ნუ გავაგრძელებთ. ქერემი რეკავს. ქერემ? დედა ფერიდე. ქერემ. შენი ხმა ცუდად ისმის შვილო. მითხარი. რამე ცუდი მოხდა? საშინელება მოხდა. რა მოხდა? ონურს რამე შეემთხვა? თვითმფრინავი, რომლითაც ონური მგზავრობდა. ფერიდე! ფერიდე, გონსმოდი, ფერიდე! ნაზიხე! ფერიდე, 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 გონსმოდი! კალბატონო ფერიდე, კარგად ხართ? ფერიდე! ონურ. ღმერთო, ეს რა საშინელებაა? ყურებს არ უჯერებენო. ამის დაჯერება არ შემიძლია. არც მე ძვირფასო. ონური არ მოკვდებოდა. ეს გამორიცხულია. საყვარელო. შაჰრაზადმა იცის? უნდა დავურეკო. არა, ვერ ვეტყვი. მაპატეა, ონურ. მაპატე. ძალიან ვნანობ. ამჟამად აეროპორტის შესასვლელთან იმყოფებით თვითმფრინავში მჯდომი მგზავრების ახლობლები მოდიან. ფრენის დროს თვითმფრინავმა სამეთვალყურეო კოშკთან კავშირი დაკარგა. ფიქრობენ, რომ კატასტროფა გაუმართავობის გამო მოხდა. ფრთხილად. ახლობელი ხართ? მეგობრებო, გთხოვთ. ზაფერ, როგორ დაგვრტოვე?
დაფრინდა. კარგად დაფრინავს მელეკ. ძალიან კარგად დაფრინავს საყვარელო. ჩემმა ვაჟკაცმა ხომ არ იტირა? საერთოდ არ უტირია. შვილო, მოდი ჩაიცვი საყვარელო. არ მინდა. მე რესტორანში შეგცირდება. მოდი მე ჩავაცმევ, შენ კი ტელეფონს უპასუხე. კარგი. ბენუ რეკავს. გავყარე ხელი. გისმენ ბენუ. შახრაზად რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ დამშვიდდი. რა მოხდა ბენუ? თქვი? კარგად ხარ? შახრაზად. ხო. არ მინდა ჩაცმა. კარგი, არ ჩაიცვა. რა კარგია, მე ჩავიცვამ. რა მოხდა? შახრაზად, რა მოხდა? დაუმიხრება მქანი. ოთახში შეიყვანე. ვახშამზე არ მივდივართ. კან მიდი. რა თქმა უნდა, კან წამოდი. ხომ გინდოდა ჯინსების ჩაცმა? ვახშამზე არ მივდივართ. არ მივდივართ ზურფასო. შახრაზად რა მოხდა? მითხარით ჩემდაც რამე დაემართა? შახრაზად, ღვთის გულისათვის რამე მითხარი, ჩემდაც რა დაემართა? ის თვითმფრინავი, რომელშიც ონური იჯდა, ჩამოვარდნილა. კარგი, დამშვიდდი. ღმერთო. ღმერთო. გარდაცვლილთა პოვნას ართულებს ის, რომ თვითმფრინავი კლდოვან ადგილას არის ჩამოვარდნილი. სავარაუდოდ სამძებრო სამუშაოების მასშტაბი გაფართოვდება და რამდენიმე დღე გაგრძელდება. როგორ ვერ უკავშირდებით? ასე როგორ შეიძლება? რას ამბობს პოლიცია? ვერ დაუკავშირდით? რუმინეთის მთავრობასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. საელჩო არ ჩაერთო? საელჩო ახლა ვერაფერს იზამს ბატონო ქერემ. ცდილობენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მივიდნენ. ჯერ ვერ მივიდნენ? კარპატებში ჩამოვარდნილა. მოგეხსენებათ, რომ მთიანი რეგიონია. თვითმფრინავის ნაწილები 40 კილომეტრის რადიუსზეა გაფანტული. ბატონო ქერემ, დეტალური ინფორმაციას ვერ მოგვაწვდით. განმარტებას გააკეთებთ. ბატონო ქერემ, ვინ არიან მგზავრები? გთხოვთ, გითხარით, როგორია საქმის ვითარება? ბატონო ქერემ, ბატონი ონურიც იქ იყო. რამე ინფორმაცია გააქვთ? შახრაზად, შვილო. კალბატონო ფერიდე. თვითმფრინავის კაპიტანი გოშკურას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ძრავა იყო გაფუჭებული. შემდეგ კავშირი გათხოვდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი მას მერე დადგინდება, რაც შავკუთს იპოვიან. რუმინეთში თურქეთის საელჩო თურქი მოქალაქეების ვინაობის დადგენის შემდეგ დაიწყებს მათ. კალბატონო ფერიდე. შახრაზად, ონური აღარ არის. როცა კატასტროფის შესახებ პირველი ცნობა გავრცელდა, ჩათვალეს, რომ ტერორისტული აქტი იყო. მაშველები ცდილობენ იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. მამა. ბატონი ზაფერის მეუღლეა, ალბატონი გულისტანი. ზაფერ. მეზიარებ თქვენ წუხარებას. მადლობ. მადლობთ, მეგობრებო. მელეკანო. ალბატონი მელეკი. კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ალბატონი მელეკი. ზაფერი ბევრს მეყვებოდა თქვენზე. დედა არ გინდა გთხოვ? კარგი რა ბატონო ბურხან, ტელევიზორის ყურებას აპირებ? ახალ ამბებს უყურებ მეთქი. კარგი, დაივიწყე.
გავიდეთ. რეისამდე ჯერ დროა. არა, უშავს დროზე მივიდეთ აეროპორტში. ბატონო ბურხან. ხო. ორივე მივდივართ სახლიდან. ფიუსუნი და ალი თემალი მარტო დარჩებიან. ნეტა ვარიჩხუბონ. რა ვქნათ ხალბატონო ნადიდე? იჩხუბებენ და იჩხუბონ. ზრდასრული ადამიანები არიან, ბავშვები ხომ არ არიან? მათ გამო ავადმყოფი ვეღარ უნდა მოვინახულოთ? მართალი ხარ. ელაპარაკე ეკრემს. რა თქვა ექიმმა? მოემზადეთ ერთი თვის სიცოცხლე დარჩენიაო. ბატონო ბურხან. რა კი კაისერიში მივდივართ, რამდენიმე დღე ხომ არ დავრჩეთ იქ? რა სიტყვი? დავრჩეთ? ჯერ წავიდეთ და მერე ვნახოთ. ადრე არ არის მამა? არა უშავს, ადრე გავალთ შვილო. არ გწვენიათ? გოგოებო, არ გაგვაცილებთ? მიდიხართ? მე გთხოვ, არ დახვიდე. ავადმყოფი უნდა მოვინახულოთ, უნდა დავიდეთ. მაშინ მალე ჩამოდით. ბაბუა, ხოლო ჩამოდით, კარგი? შორს კი არ მივდივართ შვილო. ორშაბათს დაბრუნდით. ნახოთ. კაისერიში რომ ჩახვალთ დაგვირეკეთე და არ გვანერვიულო. აუცილებლად. შეიძლება რამდენიმე დღე დავრჩეთ. ფიუსუნ, რამე თუ დაგჭირდება დამირეკე. ბებია, ხომ დაგპირდით რომ მალე ჩამოხვიდოდით? კარგი, მალე ჩამოვალთ. ჩემო საყვარლებო. აბა თავს გაუფრთხილდით. ბედნიერი მგზავრობა, მამა. გამოდით გოგოებო, ცივა. რატომ გამორთე? მოყურებდით, ჩართე. არა. მომეცი პულტი. ხმაური სატანა აღარ შემიძლია. მომეცი პულტი, უნდა ჩართო. არ მოგცემ, თქვენ ოთახში ადით. დროზე. თვითონ წადი. შენი ოთახი ხომ გაქვს? წადი და იქი ჯექი. ბებიეს და ბაბოს ნაცვლად ნეტა თქვენ წასულიყავით. შვილო, მამა შენს როგორ ელაპარაკები? წადით ამ სახლიდან, თქვენთან არ მინდა, ბებიესთან და ბაბუასთან მინდა ყოფნა. წადით ამ სახლიდან, დიახ. ბურჯუ, უკეთ. მოდით უყურეთ ტელევიზორს. ინაბეთ, არ მინდა გმადლობ. ისევ არაფერი ისმის. კარგი ველოდებით. როდის გავიგებთ რამეს ბატონო სალემ? საელჩო რას აკეთებს? შაჰრაზად, არა გმადლობთ. რამე გაარკვიეთ. დაწმარდი ფერი და იმედს ნუ დაკარგავ. თხოვთ. აღარ შემიძლია გული მეწვის. კარგი, შეტყობინებას ველოდები. დამამშვიდებელი დალია. არ მინდა, ჩემი შვილი მინდა, ჩემი ონური. თქვენგან შეტყობინებას ველოდები. 4 ადგილი დაჯავშნეთ. დაგირეკავთ. კარგი, გმადლობთ. რას ამბობენ? ისევ იმავეს. ვერ პოულობენ. არის ადგილი. მხოლოდ 3 ადამიანისთვის პირველი რეისი ხვალსაღამოსაა. ხვალსაღამოს გვიანი იქნება. რა ვქნათ? კერძო თვითმფრინავი მოძებნა. კარგი. ბერუ. თვითმფრინავი დავიქირავოთ და გულისტანი გავიყოლოთ. ალბათ ისინი 4-ნი ან 5-ნი იქნებიან. კარგი, გასაგებია. მაგ საქმეს მე მოვაგვარებ. მართლა? კარგი იქნება. მაგრამ მეც მინდა წამოსვლა. თუ პრობლემა არ არის. არა, რა პრობლემაა? შეჰრაზად. ბუქარესტში მივდივართ. მიცოლებულების გადმოსასვენებლად. ალბათ ჩვენს გინდა წამოსვლა. ალბათ. გმადლობ რომ შემომთავაზეთ ბატონო ქერემ. კარგი რა. ეს შეთავაზება არ იყო. ვიცი რომ შენს გინდა წამოსვლა. მაგრამ მაინც გითხრა.
შველო. Onur. Onur შენ ხარ? ღმერთო, ცხადია თუ სიზმარი. შენ ხარ? დილა. მე ვარ დედა, მე. ღმერთო, დიდება შენ სახელს. ხომ გითხარი იმედი არ გადაიწურო მეთქი. დამშვიდი, ცოცხალი ვარ. Onur. Son anda bir ბოლო წუთს გეგმები შეიცვალა და თვითფრინავში არ ჩავჯექი. ნამდვილი სასწაულია. ვიცოდი. და ბატონი ზაფერი. Zafer abi ბატონი ზაფერი maalesef სამწუხაროდ ჩაჯდა. კარგი დედა, კარგი. yapacak bir şey yok artık. ნუ აღარ ნერვიულობ. Evet. როგორც ხედავთ, მე კარგად ვარ. ჩემ გამო ნუ აღარ ნერვიულობთ. თვალებს არ უჯერებ. Bazı არ მგონია რომ ზოგიერთი აქ მართლა ნერვიულობდა ჩემზე. iyi oldu. Bergi. göre ben artık gidiyorum. რადგან ნახეთ და კარგად ვარ, შემიძლია წავიდე. არ წახვიდე. Onur. Onur. შაჰრაზად. ჩემო ძვირფასო. Yaman, Yaman. Buyurun efendim. გისმენთ ბატონო. Arabayı მანქანა დამიტოვე, შენ ტაქსით წადი. taksiyle gidersin. როგორც გინდათ. ბატონი მეჰმედი გაიყვანე, სადაც გეტყვის. ნახვამდის. ნახვამდის. როგორც ინებებთ. კარგად ხარ? გმადლობ, ღმერთო. აკაური გუფტა გემრიელია არა? თან შეგნით ყველი რომ ჩადნება ჩინებულია. გინდა ჩემწვარი კარტოფილით შევუკვეთოთ? გინდათ? აღარ მინდა. არც მე. თუ გინდათ მანქანებით ითამაშეთ. რადგან ჭამა აღარ გინდათ? პატარები ხომ არ ვართ? იქ პატარები თამაშობენ. კარგი როგორც გინდათ. ადრე გიყვარდათ. მოგწონდათ მანქანებით თამაში. გავიზარდეთ. ადრე სხვა იყო. არ ჭამეთ. სახლში წავიდეთ. Tamam. კარგი წავიდეთ. ალიქემალ, ატრაქციონებზე წავიდეთ. ამ დროს ლუნა პარკი ღია იქნება. აი იქნება. როგორ არა? ამერიკულ მთებზე ვისრიელებთ, ბამბის ნაყინს ვიყიდით. სახლში წავიდეთ, მეძინება. მეც.
კომპანია ბინიაფის პატრონმა ონურ აქსალმა ბოლო მომენტში თვითფრინავში ჩაჯდომა გადაიფიქრა. ონურ აქსალის ყურებს ვერ უჯერებ. ცოცხალი ყოფილა, ღმერთმა დაიფარა ბატონი ონური. ქალბატონი შახრაზადი ალბათ გახარებულია. რატომ უნდა უხაროდეს? ერთმანეთს ხომ დაშორდნენ? კარგი რა, რა კი დაშორდნენ, არ უნდა უხაროდეს. მიდით გამოიცვალეთ. რა უცებ დაბრუნდნენ. ბორჩინს ხომ არ გაუღვიძია? არა, მშვიდად წინავს. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. შულო, გინდა ზღაპარი წავიკითხოთ. დედა ბებია და ბაბუ არ წასულიყვნენ. ხვალ დაურეკეთ, რომ მალე ჩამოვიდნენ. ჩვენ რატომ არ წაგვიყვანეს? სკოლას ხომ ვერ გავაცდენდით? სკოლა. რატომ მოხვედი? წადი. ზამთარი მოდის. საღამოობით ცივა. იქნება აქ მაგნოლიის ხე და გვერგო. ამბობენ მოვლა რთულიაო. ისმაილს უთხარი და დარგავს. გუშინ ქერემს ველაპარაკე ონურ. ჩემზე კარგს არაფერს გეტყოდა. ონურ, მისთვის გითქვამს, ქალს ფული გადავუხადე, რომ ჩემთან ხამე გაეტარებინაო, ეს სიმართლეა? ზაფერ გთხოვ. შაშანდელი 14 ნოემბერი. ის დღე კარგად მახსოვს ონურ, რადგან გულისტანის დაბადების დღე იყო. ჩვენი სასტუმროს ზედა სართულზე დაგინახე, შაჰრაზადთან ერთად. Yanımda Şehrazat var. სანამ გულისტანს ველოდებოდი, ვიფიქრე დაველაპარაკები მეთქი, მაგრამ შენ შაჰრაზადს ესაუბრებოდი. მაშინ, რა თქმა უნდა, შაჰრაზადს არ ვიცნობდი, ძალიან გაღიზიანებული მომეჩვენე. ასეთი ონორი ადრე არ მენახა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ. შორიდან გიყურებდით, მერე შაჰრაზადთან ერთად ლიფტში შეხვედი. მეგონა წახვედით, მაგრამ სიმართლე გითხრა, ეჭვი შემეპარა. გამოსვლის დროს შენი მანქანა ავტოსადგომზე დავინახე, მივხვდი, რომ ის ღამე სასტუმროში გაატარეთ ონორ. ორი დღის შემდეგ კი ბინიაფიში შაჰრაზადი გავიცანი. გახსოვს? დაძაბულები იყავით, ვიფიქრე, რომ თქვენ შორის ნამდვილად რაღაც მოხდა. ქერმა რომ მითხრა ფული გადაიხადაო, მაშინვე ის ღამე გამახსენდა და მივხვდი, რაშიც იყო საქმე ონორ. ხომ იცი ამ საიდუმლოს ვერავინ გაიგებს, მაგრამ თვითონ შენ გტანჯავს, ამას ვხედავ. თუ რამის თქმა გინდა, შეგიძლია გული გადამიშალო. ბოინგი 925 რეისი გამოცხადეს, წავიდეთ. მგზავრებს ვთხოვთ 105 გასასვლელთან მობრძანდნენ.
ონურ, მგონი გაწყენინე, მაბატია. არა ზაფერ, არაფერი მწყენია. უბრალოდ რაღაც მინდა კითხო. ქერემისთვის ამის შესახებ ხომ არაფერი გითხოვს? არა, რას ამბობ? გულისტანისთვისაც კი არ მithქვამს. დამშვიდი, ამას ვერავინ გაიგებს. ეს საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდება. დამშვიდი, ონურ. მადლობ ზაფერ, ერთი წუთით. გისმენთ? ის ხალი ახლა სად არის? გასაგებია. მისამართი მითხარით. კარგი, ნახევარ საათში მადვიქნები. ზაფერ, მე ვერ მოვდივარ. მარტო უნდა გაემგზავრო. რატომ, რა მოხდა? ძალიან სერიოზული საქმე მაქვს, ზაფერ. საქმე, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო. კარგი. ნახვამდის, ზაფერ, ნახვამდის. ონურ. გავს გაუფრთხილდი. თქვენი წამოსვლა არ არის საჭირო. არავის უთხრათ სად ვარ. არა. ჩვენ შორის დარჩეს ბატონო მეჰმედ. კარგი. ეს უთია მოვედი. კარგი, მერე დაგირეკავთ. ნახვამდის. ნაძირალა, ტელევიზიით შენ არ გამომიყვანე? შენ არ მითხარი, ასე თქვია. ნაძირალა, ხმა ჩაიწყვიტე, თორემ შემომაკვდები. ხელი გამიშვი, არანორმალურო. რაც გითხარი იმას იტყვი, ერთ სიტყვას არ იტყვი ზედმეც. არ ვიტყვი მეთქი. მოკლავ. ხვირი გამიტეხე, ღმერთმა დაგწყევლოს. მოკლავ მეთქი. რა საკეთებ, ერდელ? შემოგაკვდება. მოკვდეს რა მენახვლება. ჯერ ტელევიზიით გამოვიდეს, მერე მოკალი. ახლა ერდელ ქარაიოლჯოს ვილაში ვარ, დიახ, მისამართი თქვენ ციცით. დიახ, ბატონო მეჰმედ, თუ ჩემს უსაფრთხოებაში ეჭვიგებარებათ, საჭირო ზომები მიიღეთ. მოვიყვანთ ბატონო ონურ. ყველაფერს იტყვის. ამ მდგომარეობაში? ადექი ხელპირი დაიბანე. ადექი მეთქი. წადი ხელპირი დაიბანე. გთხოვთ, აქეთ მოგზანდით. კამერები უნდა მოამზადონ, გამომართვი და ჩაიცვის, სწრაფად მაკიაჟიც გაიკეთე. ღმერთმა დაგწყევლოს, მანიაკო. ხმა ჩაიწყვიტე. დამშვიდით, ქალი ჩვენ ხელშია. მე მშვიდად ვარ, ბატონო რაგიფ. თუ არ ალაპარაკდება, თქვენს თავს დააბრალეთ. როგორ თუ არ ალაპარაკდება? ყველაფერს დაგქვავს. კიდევ ვერ ვიჯერებ, ეს როგორ დაგვემართა. ღმერთმა დაგიფარათ. ეს ქალი რომ არ გაგეგდოთ, ვინიც ის რამახეს დაგიგებდათ. სასტუმროში წახვიდოდით, ფარული კამერით გადაგიღებდათ და მერე დაგაშანტაჟებდათ. ტენდერში მონაწილეობა არ მიიღოთ, თორემ ეგ ჰიპოთეზები თქვენთვის შეინახეთ, ბატონო რაგიფ. საკუთარ თავს ნუ ადარებთ. მზად ვართ. როგორც შევთანხმდით, ისე ილაპარაკებ, გასაგებია? გავიგე. დავიწყოთ, მზად ვართ. დაჯექე. მიდი. მობილურები გამორთული გაქვთ? გამორთეთ, რომ უდროო დროს არ დარეკოს. მზად ხარ? დავიწყოთ. სერკან. რა ხდება? ცხვირი გაცილებული აქვს. ეტყობა რომ ნაცემია, ცოტა ხანს ყინული ხომ არ დავადოთ. არ არის საჭირო. ასე არ გამოვა. კადრებმა ეჭვი არავის უნდა გაუჩინოს. ეს რა თავსატეხი გამიჩინა. ადექი, ფეხი გამოადგე. წამოდი. ოსნო. გესმის?